ძირითადი ფუნქცია აქვს. ეს ერთი არის ლაბორატორია, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ღია, ანუ ეს სივრცე არის 24 საათის განმავლობაში ღია და მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე და მეორე გვაქვს სასწავლო ცენტრი, რომლის ავტორებიც არის ზევით და სხვადასხვა მიმართულებით ვასწავლით. ძირითადად ეს არის პროგრამირება და ვცდილობთ, რომ იყოს ძალიან ასე ვთქვათ, რეზულტატზე და კონკრეტულ პროექტზე ორიენტირებული, რომ ეს ადამიანი ვინც ისწავლის აქ, როცა მივა სამსახურის საძებნელად, პირველი რასაც დღეს ეკითხებიან, არის მანახი რა გაკეთებული, იმიტომ რომ დიპლომს არავინ არ ეკითხება და ამიტომ ვცდილობთ, რომ სწავლების პერიოდში ვინც აქ სწავლობს, პრაქტიკული პროექტებიც განახორციელონ, რომ მერე გქონდეთ ეს, ასე ვთქვათ, საჩვენებელი. და მათ შორის გვაქვს სოციალური მედიის კურსიც, რომელიც არის მოკლე კურსი არის 14 შეხვედრიანი და დღეს ვილაპარაკებ სოციალურ მედიაზე, ასე პატარა პრეზენტაცია მომზადებული და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის თქვენი შეკითხვების მოსმენა. ამ პრეზენტაციის ფარგლებში მინდა ასევე განახოთ ჩვენი Facebook ვერჯით შიგნიდან, ანუ როგორ ჩანს, როგორ მართავთ, რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი არის ამაში ჩართული და ასევე მინდა განახოთ კიდე ძალიან საინტერესო Facebook-ის ასე ვთქვათ თული. ეს ან როგორც იცით Facebook-ზე შეგიძლიათ რეკლამა განათავსოთ, ან Facebook-ზე ფული გადაუხადოთ და ფულის სანაცვლოდ უთხრათ, რომ აი მოდი უფრო მეტ ადამიანს ანახე ეს ჩემი პოსტი. და იქ არის ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი, როცა შენ შეგიძლია შენი აუდიტორია აირჩიო და აქტიურად ეს გამოიყენო კვლევისთვისაც. მაგალითად, თუ არ შეგიძლია შეკითხვა, რომ რამდენი Facebook მოხმარებელია საქართველოში, ხო? უბრალოდ შედიხარ Facebook-ში, განახებთ ამ სეტინგებს, ირჩევ და გაჩვენებს, რომ დაახლოებით არის 2 მილიონი. რამდენი არის ამ მომხმარებლებიდან, თქვათ, სახელმწიფო მოხელე, ხო? რაღაცნაირად ამასაც გითვლის. ანუ Facebook-ი არ უყურებს მარტო იმას, ადამიანის პროფესიაში რა აქვს ჩაწერილი. ის ცდილობს, რომ ქცევის მიხედვით, ანუ ქცევის პატერნების, ანუ ქცევის რაღაც ქართულად იმის მიხედვით, რას ათვალებს ადამიანი, რას ლაიქებს, რომელი კომენტარები მოწონს და ასე შემდეგ, გამოთვალოს რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, ხო? ანუ ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა ადამიანები დაგვხეს რაღაც ჯგუფებად და აი Facebook-ი ცდილობს, რომ შენ თუ რაღაცა რეკლამა გაქვს, ხო, სავარაუდოდ რომელი ჯგუფისკენ არის მიმართული და გეხმარება იმაში, რომ ეს ჯგუფი გაპოვნინოს ქსელში, მაგრამ შენ თუ აიჩევ ქვეყანა საქართველოს და ამ ჯგუფს, ხო, ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია კვლევისთვის, იმიტომ რომ შენ ხედავ, რომ ამ ჯგუფში რამდენი ადამიანი ჯდება, ხო? და ჩემი თითქმის არავინ არ იყენებს ხოლმე ამას და ბევრი ისეთ შეკითხვა მესმის ხოლმე, რომელიც შეიძლება პირდაპირ შეხვიდე იქ და ნახო. ნუ საქართველოში ვიცით, რომ ბოლო აღწერის მიხედვით 3.600.000 ვართ, Facebook-ის მომხმარებელი არის 2 მილიონი, აქედან აქტიური მომხმარებელი აღარ მახსოვს რამდენი, ამასაც განაჩვენებს, ანუ ის გაჩვენებს რამდენია მომხმარებელი დარეგისტრირებული Facebook-ში და ქვევით კიდე გაჩვენებს ასევე ამ დარეგისტრირებული ადამიანიდან რამდენი აქტიური, რომელიც საშუალოდ ყოველ დღე შემოდის Facebook-ში და რაღაც აქტივობას იქ ასრულებს, ხო? ანუ აქედან გამომდინარე კვლევისთვის საკმაოდ დიდი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოიცავს. აი, სანამ მაგამდე მივალთ, პატარა შესავალს დავაკეთებ, ხო, რა არის სოციალური მედია, იმიტომ რომ Facebook-ის სოციალური მედია, თვითონ სიტყვა მედია ნიშნავს ინფორმაციის შენახვის და გადმოცემის არხს ან მოწყობილობას, ანუ ყველაფერი რაც ინახავს ინფორმაციას და ყველაფერი რაც გადასცემს ინფორმაციას, ყველაფერი არის მედია. სიტყვა მედიები არ არსებობს, იმიტომ რომ მხოლოდ ფორმაში არის მედიუმი, მრავლობით ფორმაში არის მედია. და ანუ მედიები ეს იგივე როგორც კარებები, თუ არის კარი, არის კარები და კარებები აღარ არსებობს მესამე. ხო. როცა ჩვენ ვამბობთ სიტყვა მედიას, ძირითადად გულისხმობთ ხოლმე მასმედიას და ეს არის არ მარტო საქართველოში, მსოფლიოში წესი არის და მასმედიას თავის განმარტება აქვს, ეს არის ინფორმაციის შენახვის და გადმოცემის არხი ან მოწყობილობა, რომელიც მრავალრიცხოვანი აუდიტორიისკენ არის მიმართული და გარკვეული პერიოდულობით ხასიათდება. ანუ ტელევიზია ინახავს ინფორმაციას და გადაცემს ამ ინფორმაციას და გარკვეული პერიოდულობით გამოდის გადაცემა. ჟურნალი
ინახავს ინფორმაციას და გადაცემს ინფორმაციას და გარკვეული პერიოდულობით იბეჭდება, ხო? ამიტომაც ეს არის მასმედია და სოციალური მედია ეს უკვე არის საზოგადოების ცალკეული წევრის ან საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მიერ შექმნილი ინფორმაციის შენახვის და გადაცემის არქივი მოწყობილობა. ანუ როცა მე Facebook-ში ვარეგისტრებ ჩემ პროფილს, მე ამ პროფილს ვინახავ რაღაც ინფორმაციას და ამ პროფილით გადავცემ ინფორმაციას და ამიტომაც არის ეს სოციალური მედია. და სოციალურ მედიას აქვს ერთი უნიკალური განმასხვავებელი მასმედიისგან, ის რომ ეს არის ინტერაქტიული. მასმედიაში ვერ ჩაერთვები, ანუ შეიძლება დარეკო სტუდიაში ან შეგაერთვებიან რაღაც წელი გააგზავნონ, ნახავენ ამ წერილს ან არა, მაგრამ სოციალურ მედიაში შენ იქვე შეგიძლია დატოვო კომენტარი და ეს კომენტარი ავტომატურად ხდება მისი განუყოფელი ნაწილი. ან რაღაც დაალაიქო, ან რაღაც აი Facebook-ში რამოდენიმე ემოცია ლაიქის გარდა, ხო, რაღაცა გამოხატო, რაღაცა შენი ის, ხო, პოზიცია. და ეს დარჩება ამ პოსტის ნაწილი იქნება, ანუ ფაქტურად განუყოფელი ნაწილია იმისა, რაც ვიღაცამ დაპოსტა, ხო, ანუ ინტერაქტიულია, შენ შეგიძლია ჩაერთო. სოციალური მედია უფრო გავს ტელეფონს ვიდრე ტელევიზორს, ხო, ახლა ის თქმა მინდა ამისთვის, რომ ტელევიზორი ხო გადმოსცემს ინფორმაციას და ტელევიზია ვერ ხედავს მეორე მხარეს ვინ არის, ანუ უბრალოდ გადმოსცემს და ტელევიზიის ძირითადი ასე ვთქვათ, პლუსი ის არის, რომ ის გადის დიდ აუდიტორიაზე, მაგრამ ეს აუდიტორია არ აყავს დახარისხებული, უბრალოდ დიდი აუდიტორია და მორჩა, ხო? და სოციალური მედიის შემთხვევაში, ხო, შენ შეგიძლია კონკრეტულად ის აუდიტორია აირჩიო, რომელთანაც შენ გინდა გზავნილი გააგზავნო და ამის გარდა ეს არის ტელეფონი თვითონ შენ როგორც კი აგზავნი შენ სამიზნე აუდიტორიასთან გზავნილს, იმას უჩნდება რაღაც შეკითხვები და შენ იქვე უნდა უპასუხო. არის თქვენ თუ ნახეთ Facebook-ის ლაიქების გვერდს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა ეს მწვანე წარწერა, რომელიც წერს ხოლმე, რომ very responsive, ანუ თუ გინდა ამ გვერდს მიწერე წერილი, იმიტომ რომ როგორც წესი ამ ლაიქ გვერდის ადმინისტრაცია წერილებზე პასუხს გასცემს. თუ რეიტი, ანუ წერილებზე პასუხების გაცემის პროცენტი არის 90-ზე მეტი და აღარ მახსოვს დრო რამდენია ზუსტად რაღაცა საშუალოდ პასუხის გაცემა არ აღემატება 3 საათს თუ 5 საათს, ხო? ავტომატურად Facebook-ი განიჭებს ამას, რომ ესე იგი შენ პასუხისმგებლიანი ანუ ამ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლიანი და ის პასუხს გასცემს, იმიტომ რომ დღეს ბევრი ორგანიზაციისთვის Facebook-ი გარკვეულწილად call-ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. ადამიანის ქცევა შეიცვალა ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობდით ჩვენ, სადაც ვეხმარებოდით ჩემს კოლეგებთან ერთად Facebook-ის გვერდის ამუშავებას და იქ თხოვეს ესეთი რაღაცა რომ აი რატო წერენ Facebook-ში ამდენს მოდით თხოვეთ რომ შეკითხვებისაც ექნება აი ტელეფონის ნომერი დაარეკეთ, აი ტელეფონის ნომერი დაარეკეთ, ამას უგზავნით და ბევრი ამბობდა რომ არა მე მირჩევნია რომ მოგწეროთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი ოფისშია სამსახურში ზის და სულაც არ უნდა რომ თელმა სამსახურმა გაიგოს რომ რაღაცა ავეჯისყი გონდა და აინტერესებს რაღაცას კამები თუ არ ხო და იმ სამსახურშიც კი სადაც Facebook-ი დაბლოკილია, საერთოდ smartphone-ი აქვს იმ ადამიანს და მაინც შეუძლია თავის smartphone-ით შევიდეს, ხო? ესეთი ქცევა უკვე გაჩნდა და ადამიანები უკვე ამ შესაძლებლობას იყენებენ, რომ მოდი იმის მაგალითად დაურეკო Facebook-ზე მივწერო. და შეესაბამება Facebook-ი ამას ხედავს და ამიტომ ეხმარება მომხმარებელს, რომ გაარკვიოს, რომ კი აი ამ გვერდს შეიძლება მიწერო, იმიტომ რომ ის პასუხს გაცემს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციის გამოყენებაც, ხო? ესე იგი Facebook-ი ეს არ არის მარტო მაუწყებლობა ტელევიზიასავით, რომელიც უბრალოდ ინფორმაციას გადასცემს, არამედ ეს არის ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომ პასუხის გაცემა ტელეფონი ვითხრათ და იქ კომენტარებში და ასე მოწერილ წერილებში შენ პასუხს წენ, ხო? ეხლა ორი სიტყვი ძალიან ვიტყვი ინტერნეტის შესახებ, რომ სოციალური მედიამდე მოვალთ. ნუ ინტერნეტი დაბადების, ასე ვთქვათ, წლად ითვლება 1957 წელი, როცა ამერიკელ სამხედროებს გაუჩნდათ ინტერნეტის იდეა. ანუ იდეა იყო ესეთი, რომ იმ დროს ყველა ქსელს გააჩნდა ერთი ცენტრი. ანუ ცენტრი იყო და ცენტრიდან ხდებოდა დანარჩენი ქსელის სეგმენტების ერთმანეთთან დაკავშირება. აი როგორც მუშაობს დღეს მაგალითად ტელევიზია. ტელევიზიას აქვს ერთი ადგილი, ცენტრალური სააპარატო. ცენტრალური სააპარატო რომ გამოვიდეს მწყობრიდან, მთელი ტელევიზია კარგავს აზრს. აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ჟურნალისტი გყავს, რამდენი მძღოლი გყავს.
ხო? რამდენი ტექნიკა გაქვს, ის ერთი ადგილი თუ გაითიშა, ყველაფერი ასრ კარგავს, ხო? და საკომუნიკაციო ქსელები ესე იყო აწყობილი, რომ ორ წერტილს თუნდა ერთმანეთთან დაკავშირება, სიგნალი მიდის ცენტრში, ცენტრი ხდება აქ და დაკავშირება და ამას აგზავნის. შესაბამისად, ცენტრი თუ განადგურდა, ყველა სეგმენტი ქსელში ჩართული აბსოლუტურად კარგავს აზრს, იმიტომ რომ აღარ არსებობს მათ შორის კავშირი და ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო ინტერნეტის ის, რომ მოდი შევქმნათ ისეთი ქსელი, რომელსაც ცენტრი არ აქვს. ხო? რომელს თუ რაღაცა გაითიშა, მთლიანობას მაინც არ კარგავს და აი აქ არის რუკა 69 წელი 4 უნივერსიტეტია ჩართული ამერიკაში 70 წელი უფრო მეტი ანუ აი 77 წელი ხო ეს სეგმენტი თუ გაითიშა ამათ შორის კავშირი უკვე შემოვლითი გზით არსებობს ხო ესე მუშაობს ინტერნეტი არ აქვს ინტერნეტის დირექტორი და არ არის ერთი ადგილი საიდან შეიძლება გათიშო როცა საქართველოში გაჩნდა კავკასიუსი და სილქნეთი ინტერნეტი გახდა კავკასიუსით და სილქნეთით უფრო დიდი ნებისმიერ ჩვენთაგან შეუძლია გახდეს ერთი პროვაიდერი შემოიერთოს რაღაცა ხაზი დაიქირაოს ეს ხაზი და ასე ვთქვათ მე უკვე გასცეს ეს ინტერნეტი და ვალდებულება აქვს თუ ეს სეგმენტია სერვერები ქონდეს ან კომპიუტერები რომელიც შეინახავენ რაღაცა მთლიანი ინტერნეტის რაღაცა პატარა ნაწილს და ამას შეატყობი ხომ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ესეც სასაცილო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წლის წინ საქართველოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტის ხაზი შემოდის ევროპიდან შავი ზღვის ფსკერის მოყვება და მე მიდის სომხეთში და ერთი ქალი ხაშურთან ეძებდა ჯარს და ბარი გაკრა ამ ინტერნეტის ხაზს და ორი დღე სომხეთში ინტერნეტი არ ქონდა. იმიტომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ალტერნატივები თურქეთიდანაც არის ხაზი, რუსეთიდანაც არის, ის ხაზი უფრო ნელია, ამხელა გამტარუნებობა არ აქვს, მაგრამ ამის წყალობით ქვეყანა არ გაითიშება, არ მოწყდება ხო რაღაცა ნელი იქნება ინტერნეტი, მაგრამ იქნება მაგ და სომხეთში ერთადერთი ხაზია, ვთქვათ ინტერნეტთან დამაკავშირებელი, ეს არის ეს ხაზი. შესაბამისად, ყველა ის ვებგვერდი, რომელიც სომხურ სერვერებზე იდო, იყო ხელმისაწვდომელი, თუ უბრალოდ გათიშული იყო. ანუ ლოკალური ინტერნეტი ჰქონდათ, რაც მაინდიო თუ აქვს სომხური, იქ ამას უყურებდნენ, მაგრამ გარეთ თქვათ რაც BBC-ს ვებგვერდს ვერ ნახავდნენ, იმიტომ რომ ეს სისტემას არ ჰქონდა ვთქვათ გარე კავშირი, ხო? ანუ ეს კიდე იმის მაგალითად ვთქვა, რომ აი ესეთი ბადესავით არის, თუმცა ამ ბადეს რაღაცა ბოლო სეგმენტები აქვს, ხო? ამ სეგმენტს თუ გაითიშა ინტერნეტი, ეს ხაზი თუ გაითიშა, ამ სეგმენტში ინტერნეტი არ იქნება. ეს რაც შეეხება ინტერნეტს და კიდე ერთი საინტერესო ასე ვთქვათ, ნაბიჯი ინტერნეტის განვითარებისას ჩვენ არ ვიცით ვინ შექმნა ინტერნეტი ერთი ადამიანის არ არსებობს იმიტომ რომ ეს იყო მეცნიერთა ჯგუფი რომელიც მუშაობდა შეიმუშავა რაღაც პრინციპები რომლითაც ეს ინტერნეტი მუშაობს მაგრამ ჩვენ ვიცით ვინ შექმნა ვები ანუ ვებგვერდების ერთობლიობა იმიტომ სანამ ვები შეიქმნებოდა ანუ ვებგვერდები გაჩნდებოდა ინტერნეტში ინტერნეტს ძირითადად იყენებდნენ იმეილების გასაგზავნად და მისაღებად და ეს უკვე იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იმ წლებში იმიტომ რომ უახლოესი ტექნოლოგია იყო ფაქსი, ფაქსში ბევრი ფურცელი უნდა ჩაგედო, სათითაოდ აგზავნიდი, მარტო ერთ ადრესაც უგზავნიდი და უცებ ჩდება ალტერნატივა, რომ 100 გვერდიანი დოკუმენტი შეგიძლია ერთ წამში გაუგზავნო 100 ადამიანს ერთდროულად და ასე შემდეგ. და ამ ტიმის ბიუროსლიმ თქვა ესეთი რაღაცა, რომ რაღა ვუგზავნოთ სათითაოდ ეს დოკუმენტები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოდი შევქმნათ სისტემა, რომელიც მომწეს საშუალებას, რომ ეს დოკუმენტი, ეს ფაილი, რომელსაც ვაგზავნი იმეილის საშუალებით ინტერნეტში დავდო. ანუ ვებგვერდი ეს არის ფაილი, რომელიც დევს ინტერნეტში. ადრე ამ ფაილს თქვათ რაც BBC-ს ვებგვერდზე რაც არის, თუ BBC-ს ეკნებოდა სურვილი, რომ რამოდენიმე მილიონ ადამიანისთვის ეს მიეწვდინა, ამ რამოდენიმე მილიონ ადამიანისთვის უნდა გაიგზავნა იმეილი. ой, ხა შეუძლია ერთ გვერდზე დადოს და თქვას, ვისაც გაინტერესებთ, შემოდით ჩემ ვებგვერდზე. აი ამ ადამიანის იდეა ზუსტად ამაში მდგომარეობს, მეცნიერი ადამიანია, მუშაობდა მაშინ CERN-ში და პრობლემა ის ჰქონდა, რომ იმ კოლეგებთან, პროფესორებთან, რომელთაც ინფორმაციას ცვლიდა, უწევდა იმეილით ესე გაგზავნა მიღება და თქვა, რომ რაღა გაუგზავნო ეს ინფორმაცია ესე და რაღა მივიღო ესე, მოდი მოვიფიქროთ რაღაცა, რომ ესე ვიმუშაოთ. თვითონაც არ იცოდა, რამხელა მასშტაბის იყო ეს იდეა და რამხელა ცვლილებებს გამოიწევდა. ანუ არიან ეკონომისტები, რომელიც ითვლიან, რომ აი დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკას ინტერნეტი რო გამოაკლო, ხო? რა მოხდება და რამხელა ჩვენ რა ვიცი, ეკონომიკაში, მედიაში, სხვა სფეროში ამ ინტერნეტის წვლილი, ну რაღაც ყველა ვიცით, ხედავთ, რომ არის უზარმაზარი, ხო? უბრალოდ ინტერნეტის კი არა, ვების, ვებგვერდების ერთობლივების და ეს არის ამ ტიმ ბერნეს-ლი ამ ადამიანის დამსახურება
კიდე ერთი საინტერესო რამ, რაც გააჩინა ვებმა, ვებგვერდებმა, ეს არის არახაზოვანი კითხვა. ანუ აქამდე ჩვენ თუ რამე ტექსტი გქონდა, ვიწყებდით თავიდან და მოყვებით ბოლომდე, ხო? ანუ რაღაცა ნაწილები რომ ამომეღოთ ამ ტექსტიდან, მთლიანობას ვერ აღვიქვავდით. კინოც ესეთია, ტექსტიც ესეთია და თუ რაღაცა წიგნს ვკითხულობდი და შეხვდებოდა რაღაც სიტყვა, რომელიც განმარტებაც მინდოდა, დავხურავდი ამ წიგნს დავდებდი და მე ენციკლოპედიაში უნდა მეძებნა ის, ხო? მეორე რაც იმს ვერ მოიგონა, რომ ერთი რომ მოდი ფაილები დავდებ და გავაგზავნებ და მეორე მოდი რაღაცა ადგილები ჩვენ დოკუმენტში ერთმანეთთან დავაკავშიროთ ლინკებით. ანუ ლინკები დაკავშირება მანამდე არ არსებობდა. ამბობენ არის ამაზე დისკუსია, რომ აი რომელიღაც ბიბლიოთეკაში ცდილობდნენ ამას, მაგრამ პრინციპში ესე როგორც ჩვენ ამას ვებში ვიყენებთ, ესეთი რამე არ არსებობდა და ესეც არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ამანაც ბევრი რამე შეცვალა, გაჩნდა არახაზოვანი კითხვა, მაგალითად ვიკიპედიაში შეიძლება ვიღაცამ რაღაცა სტატია დადოს, მე დავიწყო კითხვა, შემხვდეს რაღაც სიტყვა, რომელიც უფრო მაინტერესებს, გადავიდე და რამოდენიმე სტატიიდან ამოვკრიბო მარტო ის, რაც მე ეხლა ამ მომენტში მაინტერესებს და არ წავყვე სტატიის ავტორის მიერ, თქვათ რაღაც შემოთავაზებულ სცენარს, რომ ჯერ მოდი ეს წაიკითხე, მე ეს, ხო, ანუ მე თვითონ ამოვკრიბავ იმას იქიდან რაც მე მაინტერესებს, ხო და ჩვენი ქცევაც ინტერნეტში ესეთია, რომ რაღაც ვნახეთ, გადავედით და ამოვკრიბეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ იმ მომენტში გვაინტერესებს. ხო, ну, ინტერნეტი ეს არის ეს, ანუ სერვერებია, კომპიუტერებია, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ქმნის. მაგალითად, თუ ვინმეს უნდა ინტერნეტში ვებგვერდის განთავსება, ჭირდება ორი რამ. ერთი არის ადგილი. ადგილი რა არის? აი ეს მთელ მსოფლიოში არის გაბნეული, თქვა, კავკასიის სინქრონში დგას კომპიუტერები, რომელსაც არც კლავიატურა აქვს და არც მონიტორი, იმიტომ რომ ამ კომპიუტერთან არავინ არ ჯდება და არავინ არ მუშაობს. ამ კომპიუტერის დანიშნულება ის არის, რომ შეინახოს ის ვებგვერდები, რომელიც კონკრეტულად აი ამ კომპიუტერშია განთავსებული, რომ თუ ვიღაცა არ აქვს მნიშვნელობა, თქვა ინგლისიდან აპირებს შესვლას არის რომელიმე ქართულ ვებგვერდზე, ხო? ის კომპიუტერი უახლოვდება უახლოეს სერვერს, ანუ ვინც ინტერნეტი მიცა იმის სერვერს, ეს სერვერი ამას რომ ამას უნდა ეს გვერდი, ну რაღაცა რაღაცა წერტილი G, ხო? და ეს სერვერი ეს საქართველოსში და მაშინ აქედან მიეწოდება იქ. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ სოფლიოში გაბნეულია ბევრი კომპიუტერი, რომელიც მუშაობს როგორც ერთი დიდი კომპიუტერი. მე თუ რაღაცა ამერიკაში განთავსებული ვებგვერდის გახსნა მინდა, ეს სერვერები ერთმანეთს წამებში დავკავშირდებიან და ამ გვერდს გამიხსნიან. ხო? ერთი არის ადგილი არის აი ამ რომელიღაც კომპიუტერზე ვყიდულობ ფოლდერს და ისგანაც ვიყიდე მე ეს ფოლდერი, ის ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ ის კომპიუტერი 24 საათი იქნება ჩართული და 24 საათი ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ არავინ არ იცის, ვის როდის მოუნდება რომელი ვებგვერდის გახსნა. ეს არის ჰოსტინგი. ეს არის ჰოსტინგი. ჰოსტინგი არის რაღაც კომპიუტერი, აი რაღაცა ისეთი, რომელიც სულ ჩართულია და ის ყიდის შენ რა ხანის უბლის ამას, რაც დენს ხარჯავს ასეთქო სპეციალისტი, ის შენ ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ ეს სულ ჩართული იქნება და მეორე რაც გჭირდება, ეს არის სახელი. იმიტომ რომ რა ხან ეს მთელი სისტემა, მთელი ვებ სისტემა მუშაობს როგორც ერთი დიდი კომპიუტერი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ვებგვერდს კონდეს უნიკალური სახელი. ანუ ყველა გვერდს რაღაცა თავისი, რომელიც სხვას არ აქვს. თუ რა ხან ამ თემას შევეხეთ, უცებ განახეთ ერთ ძალიან სასაცილო მაგალითს. რომ გავხსნათ ესეთი გვერდი. ხო, ეს არის Carrefour-ის ოფიციალური გვერდი, Carrefour.com.g, მაგრამ მე თუ გავხსენი Carrefour.g გვერდი, აი ნაკედია და აქ წერია 20k, რაც Facebook-შიც ესე წერია ხოლმე კას თუ ნახოთ, ნიშნავს 1000. ანუ ვიღაცა მიიყიდა სახელი Carrefour.g, დადო კონკურენტის ის რაღაც რეკლამა და დააწერა, რომ 20,000 ღირს. ესეთი თუ მაინტერესებს ვის ეკუთვნის ეს, არის ესეთი გვერდი. აქ შემიძლია ავკრიფოს Carrefour.g და
აგერ მიჩვენებს რომ ვის პრობლემებს ვინმე გიორგი ფუტკარაძის არის და ეს არის მისი იმეილი და ეს მეითე არა, ნუ შეგეთ მიწეროთ და კითხოთ, ხო არ დააგზავნოთ. აი ესე მუშაობს ინტერნეტი, იმიტომ რომ თუ შენ რაღაცა სახელი ნაყიდი გაქვს, სანამ შენ ამ სახელის ფულს იხდი ყოველ წელიწადს 30 ლარს, მანამდე ეს არის შენი. ვერავინ შენს დაუკითხავთ ამას ვერ და კარფურმა ამიტომ წავიდა და იყიდა carrefour.com/g. და კარფურს არ აქვს უფლება ანუ სახელი ან კარფურ აი მან ამაზე რამე პრეტენზია გამოთქვას ვერჩენ. თუ ვინმეს უკვე ნაყიდი აქვს, ხო? მანამდე ეგ სახელი. მაშინ ვეღარ გამოთქვას იმ ადამიანს უნდა ელაპარაკოს. ანუ ყველა დომენი, ყველა სახელი ღირს ერთი და იგივე ფასი. უბრალოდ ხან-ხან არის ხოლმე რომ აი რაღაცა გაიყიდა რამოდენიმე მილიონად, როგორ? ანუ ვიღაცა მიყიდა სტანდარტული ფასით და მე იმან გადაყიდა. აი ცოტა ეხა ვამარტებ, მაგრამ რეალურად უბრალოდ არის, როგორ არის შენ თუ ხარ კომერციული ორგანიზაცია და გინდა com.g-ს ყიდვა, მაშინ უნდა წარადგინო საბუთი, რომ შენ ეს ქვია. ანუ com.g-ს ესე თავისუფლად ვერ აიღებ. G-ს თავისუფლად. თუ გინდა შენ აიღო edu.g, ანუ განათლება, მაშინ უნდა წარადგინო საბუთი, რომ შენ განათლების სამინისტროში დარეგისტრირებული ხარ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება. მაგრამ უბრალოდ G ხო? ნუ და smart-საც არ აქვს უფლება თავის საიტზე განთავსებული. Smart არ აქვს, ვიღაცა მე შეიძლება ვიყიდო კარფურ და ისეთი რაღაცა დავდო კარფურს რომ გაბრაზდეს, ისე გაბრაზდეს რომ ბოლოს აიღოს და იყიდოს, ხო? ყველაზე უფრო როგორ შეიძლება გააბრაზო. ეს G ვისი არ ვინახოთ. არავისი არ არის, ეს იგი ეს როგორ არის? არის საერთაშორისო ორგანიზაცია, დიდი აბრევიატურა ICN. ამ ორგანიზაციას ყველა ქვეყანაში ყავს ქვე ორგანიზაცია. რომელიც რაშვება, იცი? ფულს რო იღებს ამ დომეინებში, იმაში იღებს ფულს რომ თავის შეინახოს. ხო, ანუ რაღაც ადმინისტრაცია ყავს თანამშრომლის ხელფასები რაღაცა, ხო? და აქ როცა რამე G-ს ყიდულობ, უგზავნი იქ და იქ რაღაც თავარი სერვერი ამერიკაში, რომელშიც შენახულია ყველა ინფორმაცია, ვის რა ეკუთვნის. ამ ორგანიზაციამ რაც ICNN რაღაცა გრძელი აბრევიატურა აქვს, გაკეთეს ისეთი რაღაცა, რომ ჯერ იყო 5 დომენი მარტო com edu mil ანუ სამხედრო gov სახელმწიფო და org მე მგონი. აი რაღაცა ესეთი, ხო? მე მიხვდა რომ უკვე ჭირდებათ ქვეყნებსაც და შეიკრიბა ეს კომისია და თითო ქვეყანას მისცა თითო. ანუ ყველა ქვეყანას აქვს ერთი. მაგალითად გერმანიას უნდოდა რომ ქონოდა ეს Deutschland ხო აქვს ეს D ხა. და D-ც და G-ც, იმიტომ რომ ამბობდა რომ ზოგიერთ ქვეყანაში მე ესე მომიხსენებენ, მაგრამ ამ ორგანიზაციამ თქვა რომ არა. მოდი დავიცვათ წესრიგი, არეულობა რო არ მოხდეს, ყველას მივცეთ თითო-თითო. ეხა მაგალითად უკვე წერტილს იქით რაც არის, ისიც შეგიძლია იყიდო. ანუ შეგიძლია რაღაცა წერტილი სანდრო იყიდო და მე გაყიდო ეს წინ ვის უნდა რაც იმას დაამატებს. აქამდე ესე იყო რომ მარტო წერტილს აქით რაც იყო, იმას ყიდულობდი და ის კიდე ეს იყო ოფიციალური. მოკლედ ეს არის ნახევრად სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია ემუცხოვს. ჩვენ როცა დომენის ფულს ვიხდით, ჩვენ ვიხდით საწევროს. ანუ ეს მათთვის ბიზნესი არ არის. შენ ერთიანდები ამ ორგანიზაციაში და რაღაც საწევრო შენატანს აკეთებ, რომელიც არის სტანდარტული ყველასთვის. იძლება. და თვითონ აი მაგალითად საიტი რო ახასწორებიან, ხომ სერვერებს რო ყიდულობენ, რამდენად სანდო ანუ რაღაც ფულს ბიტკოინებს რო იხდიან, რაღაც. აი ბიტკოინის სხვა რაღაცა. არა, სერვერს ყიდულობს სადღაც რომელიც ქვეყანაში. და ის გემატება, ხო, ფულს რო გიგენერებს. რამდენად ხო, ბიტკოინი არის ცალკე თემა, ანუ ბიტკოინი რა არის? ანუ დღეს ფული რაც არსებობს, ფული მიმაგრებულია რომელიღაცა სახელმწიფოს, ანუ რომელიღაცა სახელმწიფო ამბობს, რომ მე რო შენ ამ ქაღალდს გაძლევ, მე ვიღებ პასუხისგებლობას, რომ ამ ქაღალდის უკან დგას რამდენიღაცა გრამი ოქრო. ხო, ანუ ფული ხო საიდან დაიწყო? ჯერ ოქროს მონეტები იყო, ანუ რა წონის ოქროც იყო, იმდენი ღირდა. გაყალბება ასე თქვა, აზრი არ ქონდა, მე შეიძლება რაღაცა წონა მოგიკლო იმასე და ამით მოგეთხოვეთ, ხო? მე რაღაცა თქვენს რომ რაღა ვატაროთ ეს ოქრო ჯიბით მოდი შევცვალოთ ქაღალდით, თუმცა მე სახელმწიფო ვიღებ პასუხისგებლობას, რომ ეს არის ისე, ხო? და შესაბამისად შეიქმნა მე ორგანიზაციები, ბანკები, რომელიც გეხმარება ამ ქაღალდების, ხო, რაც უყურებს ყალბი ხომ არ არის ეს შემთხვევით, თუ ბევრი
ეს ქაღალდი გინდა სადღაც წაიღო იმის მაგივრად რომ რაღაც მანქანიდან შემოდრით ატარო, ჩადებ ამ ბანკში ისიქით გადაიტანს და ანუ ერთი მხრივ არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს ფულს და მეორე მხრივ არის ორგანიზაცია, რომელიც ამ ფულის ერთმანეთში ვთქვათ გაცვლასში გეხმარება, ხო? და ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც მითოლოგიური ადამიანია, რაღაც იაპონური გვარი აქვს და არ იცი რეალური პიროვნება ადამიანთა ჯგუფია, თქვა ესეთ რაღაცა, რომ მოდი დავწეროთ ესეთი პროგრამა, რომელშიც აი დაახლოებით როგორი პრინციპია, აი გვინც ვართ შეკრებილები, რომ ვთქვათ, რომ მოდი რაღაც ქაღალდები დავხატოთ და მოვილაპარაკოთ, რომ ეს ერთი ქაღალდი იცვლება ერთ ლარში. და ყველა ამ წესს ვიცავთ. ანუ ერთი ორგანიზაცია კი არა ვიღაცა მოვიდა და გითხრა აი ეს ამდენია, ხო? ჩვენ ერთმანეთში მოდი მოვილაპარაკოთ. აი ფულის სოციალური ქსელი გავაკეთოთ, რომელშიც მოლაპარაკების ის არის. ოღონდ ეს როგორ პრინციპით იყოს, იცი რომ ყველას ჩვენ კომპიუტერში ეყენეს პროგრამა, რომელშიც ჩაწერილია იცის ვის რამდენი აქვს. ხო? რომ ვიღაცა გარედან თუ მოვიდა ადამიანი, ანუ გადმომიგზავნა მე რაღაცა იქ როგორც რაღაცა 60 ნიშნა ციფრი არის, ხო? ვიღაცა 60 ნიშნა ციფრი თუ გამოგიზავნა და მოახდენს ამ პიროვნების იდენტიფიცირებას, რომ ამას აქვს ეს ფული. ეს 60 ნიშნა კონკრეტულად ეს ციფრი ამას ეკუთვნის თუ არა, ხო? აი, ბიტკოინი არის ესეთი რაღაც, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომელშიც თქვენ შეგიძლია ჩაიწეროთ, რომელიც ერთმანეთში ცვლის რაღაცა ციფრებს და ამ ციფრებს დაადო რაღაცა ფული. ოღონდ ბიტკოინის სისტემაში აღარ არის საჭირო ბანკი. იმიტომ რომ ყველა ჩვენ რაღაც დონეზე ბანკიც ვართ. ანუ ამას ქვია, ყველას ვისაც აქვს ეს ფული და რომელია, თითო იმაში არის შენახული რა. და ეხლა როგორ არის, ეს მოლაპარაკება რომ მოხდა კაი სისტემა რო აიწყო, ის 60 ნიშნა ციფრიც უნდა იყოს უნიკალური. ანუ ის გაყალბება არ უნდა შეიძლება. ამიტომ არსებობს სპეციალური ალგორითმი, რომელიც ითვლის უნიკალურ 60 ნიშნა ციფრებს, რომელიც ვარაუდობენ, რომ სულ არის 2 მილიონი ცალი. ანუ როგორც ოქრო არის, მოვილაპარაკეთ, რომ ოქრო არის რაღაცა რაში შეგვიძლია ყველაფერი გავცვალოთ და როგორც მიწაში ვიღაცები ამ ოქროს ეძებენ, შენ შეგვიძლია დაიქირავო ძალიან ძლიერი სუპერკომპიუტერი, რომელიც მოგიძებნის ამ ფუნქციას. ოღონდ დღესდღეობით აი ამ 60 ნიშნა კომბინაციის მოძებნა უნიკალური იმდენად რთულია, რომ დაახლოებით რამდენი ელექტროენერგიაც გეხარჯება, ხო? იმდენი ღირს ის. აი გორში არის ბიტკოინის ქარხანას ეძახიან, ანუ დიდი ადგილია, დიდი სუპერკომპიუტერებია, რომელიც ითვლიან და აგენერირებენ აი ამ ბიტკოინს. ეს თვითონ უზად შეეხება მეტოდი, ანუ შეიძლება გავიგე. ანუ ჩემი ძმა არის დარეგისტრირებული Fast okeanis რაღაც ის არის. ყიდულობს სერვერებს, რომელიც ანუ ყიდულობს კომპიუტერს, რომელიც პოულობს უნიკალურ 60 ნიშნა კომბინაციას. მე მეგონა თვითონ აი ამ აპარატურას თუ რამე ჰირავს სერვერს, რომელსაც შეუძლია მოძებნოს 60 ნიშნა ციფრი. შეიძლება უცებ უპოვოს, შეიძლება 5 დღე დაჭეროს. ანუ არ ვიცით, აი როგორც დაახლოებით იგივე რა მიწაში ოქროს მეძებ, ხო შეიძლება უცებ ოქრო შეიძლება დამიხდეს. დიდი დრო და ფინანსები რა. რამდენი ნიჩაბი გამიტყდეს კიდევ მოიწეს და ასე შემდეგ. და ინტერნეტში შეხვიდეთ რა აკრიფოთ, ნახავთ დღეს ბიტკოინი რა არის. მოგონი ერთი ბიტკოინი ხო, სადღაც $500-600. ხა არის 700. ხო, 700. პიკზე იყო 1500 ხო. და 2 თვის იყო კიდე 400 თქო. ანუ ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა, ანუ პროგრამა ფული, ესე ვთქვათ, ანუ 60 ნიშნა ციფრი კომბინაცია ფული, რომელიც მუშაობს ესე, ანუ ადამიანები შეთანხმდნენ, რომ მოდი ეს იყოს ჩვენი ფული. და შენ შეგიძლია გაერთიანდე ამ გაერთიანებაში, ან არ გაერთიანდე. ხო, ამ გაერთიანებას არ აქვს ბანკი, არ აქვს ცენტრი, როგორც კი ხალხს რიცხავს, ანუ ჩვეულებრივ. ანუ ის ვიღაცას უხდის ფულში კომპიუტერს და ის კომპიუტერი უგენერირებს რისკებია დამუშავება. რა რისკებია შეიძლება გადარიცხო ის ფული და უფრო დიდი ხანი დაჭირდეს იმ კომპიუტერს მოძებნა ერთი ბიტკოინის, ვიდრე შენ ფულს ურიცხავს ავრო და რაღაცა დროით ქირავ ძლიერ კომპიუტერს. შეიძლება რისკები ისიც არის, რომ ეხლა კი არის ერთი ბიტკოინი $700, მაგრამ რომელიღაცა ქვეყანა აკრძალოს. და მაშინ დავარდება მისი კასი. ანუ თქვათ ამერიკამ რო აკრძალოს ბიტკოინების მიმოცვლა, ხო? მისი კურსი ძალიან დავარდება, იმიტომ რომ მსოფლიოში გაჩნდება დიდი ტერიტორია, სადაც ამას ვერ გამოიყენება.
ან ჩინეთშიც არის რაღაც ამაზე ლაპარაკი. შეიძლება გაუფასოდეს, იმიტომ რომ ბიტკოინის უკან არავინ არ დგას, როგორც დოლარის უკან ამერიკის სახელმწიფო. მაგრამ წლებია უკვე ხო არის ეს. არის, მაგრამ კანობს, როდესაც იყო 1500, ეხლა დავარდა დაბლა იყო სადღაც 200 იყო 150, მე ავიდა 600. ან მიცვლება, იმის დამიხედავად რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს ინტერესი, მით მისი ფასი მატულობს. რაც უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს ბიტკოინის ინტერესი, მისი ფასი მატულობს. ერთადერთი ეს განსაზღვრავს ბიტკოინის ფასს. მადლობა. არაფერს. ისე ეგეთ კულტურასთან ახლოს რამდენად არის, მაგალითად დოლარზე ხო არის გამოსახული პრეზიდენტი ამერიკის. აი ბიტკოინზე როგორ არაფერი არის პროგრამა. ანუ ციფრებია. ხო და კულტურასთან რამე იქნება, აი როგორ შეიძლება ბიტკოინი გამოიყენოს მერე ადამიანმა. როგორ შეიძლება? აი შეიძლება ინტერნეტ მაღაზიაში რამე იყიდოს ან გაყიდოს, აი ხო ნახოთ. იმიტომ რომ ბიტკოინის ერთი პლუსი კიდე რაც აქვს, ვის ეკუთვნის ვერ გაიგებ, ანუ მე რომ ბანკის გადარიცხვით გადავრიცხო, ხო, დაფიქსირებული ვარ, რომ მე ამ პიროვნება მე ვფენი, ხო? და შაიმით არის. ფულის გაწყვეტების შანსი არის? კი, ძალიან დიდი. აი ეს არის, ხო, აი 2015-ში იყო პიკი, სადღაც $1500 იყო და მე დაეცი. თავიდან იყო ერთი ბიტკოინი $1. ეხლა მაგალითად თუ გაქვს ბიტკოინი, ერთ ბიტკოინში მოგცემენ $625. სამწუხაროდ დარეგისტრირდები იმას იზამათასი. მე გვერდია, სადაც იმას იზამ გავგზავნებში ბიტკოინს და გავგზავნებ ფულს. ჩაგიცხავი ბანკში. შეუძლებ როგორც აი ხა ბოლო დროს აიცია ბიტკოინზე ფასი, იმიტომ ხალხი აღარ იღება სპეციალურ ვალუტას, რომლის უკანაც ქვეყანა. ანუ ვალუტის ფორმირება. ვალუტის მარტო არა, ანუ ვალუტა დამოკიდებულია ქვეყანაზე და ეს კიდე სოციალური აღიარებაზე, რაც მეტ ადამიანს დაჭირდება, მით მეტი კურსია. აი Facebook-იც ხო როგორ მუშაობს? Facebook-ისთვის ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ჩვენ რო შევწყვიტოთ ინფორმაციის დადება, Facebook-ი არ დაკარგავს. Facebook-ს ჩვენ თუ მივდეკით ისე როგორც ტელევიზიას, ანუ მარტო იმიტომ მივდივარ რომ ვნახოთ. ხო? მაგრამ არაფერს არ ვდებ. არც პოსტს წერ, არც ვალაიკებ, კომენტარსაც არ ვწერ, ხო? Facebook-ი არ დაკარგავს. ანუ აჩერება მეტ ადამიანებს და ჩავიქცია. ხო, ბიტკოინში მისი კურსი აიწევს. ანუ ეს არის ადამიანების გაერთიანება, როგორც მოილაპარაკეს, რომ მოდი ეს იყოს ჩვენი ფული. რა თქმა უნდა, იქ არის ჩადებული, გართულებულია გაყალბები. როგორც ქაღალდის ფულის გაყალბი გართულია, ისე 60 ნიშნა ციფრი, უბრალოდ თუ დავწერო რაღაც 60 ნიშნა ციფრი, აუცილებლად ის 60 ნიშნა ციფრი უნიკალურია და ჩემზე უნდა იყოს რეგისტრირებული. იმიტომ რომ ბიტკოინის სისტემაში ჩართულ ყველას რაღაც პროგრამა უყენია, რომელიც აფიქსირებს, რომ ეს ადამიანი, რომელიც ყალბია თუ ესეც ჩართულია საზოგადოების წევრ. მოკლედ ისა ხო თითქოს ისა ერთი მარტივია, მაგრამ ხო ანუ სოციალური მედიისთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპობრივი ესეთი ნაბიჯია შეიძლება ითქვას. 2006 წელს ჟურნალმა Time-მა გამოაცხადა წლის პიროვნება და მეორედ მოხდა, არა მესამედ მოხდა ჟურნალ Time-ის იმაში არა ხო ორჯერ იყო ჟურნალ Time-ის სულ არის პიროვნება, ამ პიროვნებაზე ჯგუფი და ორჯერ იყო, როცა ეს იყო არა ადამიანი არ იყო წლის პიროვნება, ერთხელ იყო კომპიუტერი, ერთხელ იყო დედამიწა. ხო? ეს ის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტში კომპიუტერი ჩათვალეს წლის პიროვნება და იმან შეცვალა მთელი პარტია და 2006 წელს რომ თქვენს რომ წლის პიროვნება არის you ხარ შენ და რას გულისხმობდნენ ამაში, რომ 2006 წლიდან წლის პიროვნება არის ის ადამიანი, რომელიც ინტერნეტში რაღაცას დებს. იმიტომ რომ შეიცვალა სიტუაცია თუ თავიდან ინტერნეტში ინფორმაციას ათვისებენ ისინი, ვინც ამაში ხელფასს იღებს, ანუ ვიღაცამ დაიკირება ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო რაღაც ვიდეო, რომელიც ათვისდა თქვათ ინტერნეტში, ხო? ვიღაცამ დაიკირება მწერალი, რომელიც დაწერა რაღაცა მის შესახებ და იმან ათვისდა. 2006 წელს უფრო მეტი მოხალისეს მიერ იყო დადებული ინფორმაცია ინტერნეტში, ვიდრე იმ ადამიანის მიერ, რომელიც ამას ხელფასს იღებს. ხო? აი Facebook-ზე ხო თქვი, Facebook-ში რა გამოდის, რომ Facebook-ისთვის თითოეული ჩვენთაგანი ვართ უფასო თანამშრომლები. რაშიც ტელევიზია ხარჯავს უზარმაზარ ფულს, ანუ ტელევიზია ხარჯავს უზარმაზარ ფულს იმაში, რომ გახდეს საინტერესო. ხო? ამიტომ ან ყიდულობს კინოს, ან ქირაობს ჟურნალისტს, ხო? და ასე შემდეგ.
Facebook-ი იმისთვის რომ გახდეს საინტერესო ხარჯავს 0-ს. ხო? Facebook-ი ჩემთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ ვიღაც ჩემმა მეგობარმა რაღაც დადო, რაღაც ინფორმაცია განათავსა და ასე შემდეგ. კარგი, ფაქტურად ჩვენ ვართ Facebook-ის უფასო თანამშრომლები. ხო? რაშიც ტელევიზია ფულსუქის თანამშრომლები ჩვენ ვაკეთებთ უფასოდ. ესეთი გამოთქმაც არის სილიკონის ველზე, რომ თუ ადამიანი არ იხდის ფულს პროდუქტში, მაშინ თავად თუ მომხმარებელი არ იხდის ფულს პროდუქტში, მაშინ თავად მომხმარებელია ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ყიდით. ანუ რეალურად Facebook-ი ყიდის ჩვენ კონტენტს. რა გაგებით, რომ Facebook-ი მას, ვისაც უნდა რეკლამის განთავსება, ეუბნება, რომ ნახე, მე ამდენი ხალხი მოგიგროვე. ეხლა შენ აირჩიე ასაკის, სქესის, ქვეყნის მიხედვით და გაუგზავნე და მიაწოდე რა ინფორმაციაც გინდა, რომ ძალიან მაგარი მაღაზია გაქვს, ახალი ბიზნესი გაქვს, ან ახალი თემის გინდა ხალხი შეაგროვო, ხო? ტელევიზია რას აკეთებს? ხარჯავს უზარმაზარ ფულს რომ გახდეს საინტერესო და მე ეუბნება, რომ ნახე, მე საინტერესო ვარ და ამხელა აუდიტორია მოვაგროვე. შენ თუ რეკლამის განთავსება გინდა და ამხელა აუდიტორიაზე გასვლა გინდა, მაშინ გადამიხადე ამდენი. ხო? Facebook-ი ამაში ფულს არ ხარჯავს, მაგრამ იმას, ვისაც რეკლამის განთავსება უნდა, ისევ და ისევ ეუბნება, რომ მე ამდენი ადამიანი ყავს აგერ მიგროვებული და თუ გინდა რეკლამის განთავსება, გადამიხადე. და ხო და განსხვავებაც ის არის, რომ Facebook-ს აი მოვაკავდი შეგვიძლია საერთოდ $5 გადავხადო და თქვა მე ეხლა წარმოიდგინეთ რომ მიხვიდეთ რომ ქართულ ტელევიზიასთან რომ აი რაც აი არ ვიცი ეხლა იმუშავებს თუ არა და მოდი $5 რეკლამის გავუშვებ თქვენთან და ნახოთ თუ გამომადგა მე ეს და მეორე რაც არა აქვს ტელევიზიას ვერ ეტყვი აი მარტო ამასაკის ამ სქესის ამ პროფესიის ადამიანს აჩვენე ის ხო ხო ან 2006 წელს რა მოხდა რომ ჟურნალმა ტაიმ რაზე გამახლა ყოველდღე რომ უფრო მეტი დღეს ინტერნეტში ანთავსებს ინფორმაციას ის ადამიანი, რომელიც ამაში ხელფას აღებს. ხო, ანუ მუხალისე ადამიანები ანთავსებენ. ეხლა ბევრი მაგალითს მოყანა შეიძლება, რომ თქვათ რაღაცა წყალდიდობა რო იყო თბილისში, ან პარკის გვერდზე ის Liberty Tower-ი რო იწოდა, სანამ ტელევიზია გააშუქება, ვიღაცა მივიდა, უბრალოდ სურათი გადაიღო და დააშიარა Facebook-ზე, მასაკრე, ხო? რუპერტ მერდოკი, მედია მაგნატი ამბობს, რომ კმარა ჩვენი განძის უფასოდ დარიგება. ანუ ტელევიზიისთვის ახალი ამბავი არის განძი, იმიტომ რაც მეტი ახალი უნიკალური რა ქვია ექსკლუზიური ამბავი ექნება, მით მეტი მაყურებელი ეყურება. და უცებ ჩვდები ჩვენ მოხალისეები, რომელიც ამას უბრალოდ უფასოდ ვთქვათ ვარიგებთ, მაგრამ არც ისე უფასოდ გამოდის, იმიტომ რომ ვიღაცის სასარგებლოდ ვაკეთებ თავს, იმიტომ რომ მე სამაგიეროდ Facebook-ი ხეი. ჩვენ ამ კლიენტებიც ხო გამოდივართ, როგორც თანამშრომლები, კლიენტები. ერთდროულად კლიენტებიც ვართ, იმიტომ რომ ვინც რეკლამას ვიდის ჩვენთან აგზავნებს და მეორე მხრივ თანამშრომლები ვართ, იმიტომ რომ ხდით მას საინტერესო. აი ესეთ უცნაურ სამყაროში ცხოვრობ დღეს. ეხლა რა მოხდა დღეს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, მოხდა მედია არხების ფრაგმენტაცია. ეხლა რას ნიშნავს ეს? აი კადი ნახატი რომ 1990 წელს შენ თუ გინდა რეკლამის განთავსება ქონდა რა შეგეძლო დაგექცევებინე ადამიანები რომლებიც დაწერდნენ წერილებს და დააგზავნიდნენ ან დაждდებოდნენ ტელეფონთან და ჩამორეკავდნენ ყველა ნომერზე და ეთქოდნენ რა ესეთ რაღაც ახალი ამბავია და საინტერესო მაღაზია ყო და იქ გვიწვიოთ ან ფულს გადავხდიდი ტელევიზიაზე და ტელევიზია აჩვენებდა ამას ან ფულს გადავხდიდი რადიოში და რადიო რეკლამა იქნებოდა ეს ხო პრესა ხო გაზეთი ჟურნალი კი ან რაღაცა ბილბორდს გამოვაკრავდი ქუჩაში და ვინც გაივიდა იქ ამას ნახავდა ხო და 2009 წელს ჯერ კიდევ 2009 წელს უამრავი საშუალება შეიძლება თამაში ჩადო შენი რეკლამა და იმან რაღაც თამაში იყოს შენი რეკლამის პლეისმენტი და თამაშიდან ნახო ხო მიმართმაის შეიძლება YouTube-ზე დადო და YouTube-ით გავცელდეს და ვირუსული იყოს შენი ვიდეო და დღეს უკვე არის კომპანიებიდან ის დაკვეთა სარეკლამო კომპანიასთან ეუბნებიან რომ ეხლა გადამიღე ისეთი ვიდეო რომელსაც მე ტელევიზიაში კი არ გავუშვებ აი YouTube-ზე დავდებ და ბევრმა ხალხმა ნახოს ვირუსული ვიდეო აი მინდა ისეთი იყოს რომ მე დააშერო თვითონ და რაღაც კომენტარები დაწერებ და ბევრმა ხალხმა ნახოს ხო რაღაცა Facebook-ი რაღაც მეილებზე ანუ უამრავი საშუალებაა და რა მოხდა ეხლა თუ ადრე ბანკს რომ უნდა რეკლამის განთავსება მიდიოდა აქ ეხლა შეუძლია აქედან გარკვეული არხები თვითონ აწყოს თვითონ თავის YouTube არხი
აწყოს თვითონ თავს ვერ გვერდი და იდადოს ახალი ამბავი. ანუ თუ კი ადრე იყო რამოდენიმე მსხვილი საინფორმაციო არხი და შენ ინფორმაციის განთავსება თუ გინდა და მიდიოდი მსხვილ არხთან, ეხლა შეგვიძლია შენი ხელით შექმნა შენი საინფორმაციო არხი. აი სოციალური მედია ამის საშუალებას გაძლევს. აი ეს არის ძირითადი განსხვავება. ამიტომ დღეს რო შეხვიდე რომელიმე ბანკის ვებგვერდზე, ის ბანკი უფრო გავს, ბანკის ვებგვერდიც კი გავს უფრო საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდს. რომ წერი აქვს რაღაცა პუბლიკაციები ამათი, პროექტები, ინფორმაცია და აქ სიახლეები, რომ ეს გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ. ანუ ყველას უკვე აქვს თავისი საინფორმაციო არხი. ამიტომ ჭირდება სოციალური მედია მენეჯმენტი და გარკვეული თანამშრომლები, რომელსაც მიცემს იმის დავალებას, რომ აი ეს არის ჩვენი საინფორმაციო არხი და მოდით ახლა თქვენ მართეთ. ანუ ფაქტობრივად შეიძლება ესე თქვა, რომ დღეს ყველა კომპანიას აქვს თავისი ტელევიზია. რაღაც გარკვეული ანუ ტელევიზიის გაზეთის ჟურნალის მიქსი. სოციალური მედიის სახით. ხო? და მინდა განახოთ ახლა უკვე შევიდეთ შიგნით და ვნახოთ რამდენიმე პროგრამა, ჯერ დავთვალიეროთ თვითონ Facebook-ის შიგნიდან და მე რამდენიმე პროგრამას განახებთ, რომელთაც შეგიძლიათ გარკვეული ინფორმაციის ფილტრაცია ან რაღაც დაგეხმარებათ Facebook-თან სოციალურ მედიასთან მუშაობაში. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ შევდივარ create advert, ანუ Facebook-ს ვეუბნები, რომ რეკლამის გაკეთება მინდა. სანამ არ მივაჭერთ ფულს გადახდა, მანამდე ვერაფერ ფულს ვერ წავარდოს. ამიტომ შემიძლია სანამ რეკლამას გავუშვებ, კვლევაც კი ჩავატარებ, ხო? მაგალითად, მეუბნება ის გაკეთება გიდან, ვეუბნები, რომ აი თქვა ჩემი Facebook გვერდი მინდა რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს, ავირჩი ერთ-ერთი გვერდი, რომელიც ადმინისტრატორიც ვარ და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ხო? აი აქიდან უკვე მე შემიძლია კვლევა ჩავატარო. მე შემიძლია ავირჩიო ქვეყანა საქართველო და ავირჩიო, აი აქ ნახეთ, ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ლოკაციაში საქართველოში, ხალხი, რომელიც ნამყოფია საქართველოში, ან ხალხი, რომელიც ეხა მოგზაურობს საქართველოში. ხო? და მე შემიძლია ვნახო, რამდენი ადამიანი, რომელიც მოგზაურობს საქართველოში, ხო? ეხა არის Facebook-ში დარეგისტრირებული. ანუ მე თუ თვიდან თვემდე ვუყურე, რამდენი ადამიანი მოგზაურობს საქართველოში, მე გარკვეულ სტატისტიკას შემიძლია შექმნა, რომ რამდენი ტურისტი იყო, თქვათ გარკვეულ თვეებში, ანუ მათი ცვალებადობის მიხედვით თქვა, რომ ამდენი პროცენტით გაიზარდა. ხო? იმიტომ რომ Facebook-ს კიდე ხო რა აქვს უნიკალური, რომ Facebook-ი არის ყველაზე პოპულარული სოციალური მედია და ყავს უკვე 2 მილიარდზე 2 მილიარდს მივახულდა მე მგონი მის მომხმარებლებს. მე რაც ნახე სტატისტიკა, Facebook-ის მომხმარებელი 4 აღარ მახსოვს ციფრები, იმიტომ რომ სულ პლანეტაზე ცხოვრობს. ჩვენ პლანეტაზე ცხოვრობს 7 მილიარდი ადამიანი, გამოდის რომ რაღაც ნახევარზე მეც Facebook-ი აქვს. და შესაბამისად სტატისტიკურ კვლევებისთვის გამოსადეგია, რომ საქართველოს შემთხვევაში აი ნახავთ კიდე ერთხელ, თქვით რომ არის 3.600.000 მოსახლეობა, ამაში შედის ბავშვებიც, ამაში შედის მოხუცებიც და 2 მილიონს აქვს Facebook-ი, ხო, ანუ სტატისტიკურ კვლევებისთვის გამოდგება. აი, ვირჩევ people who live in this location, ვირჩევ 113 წლიდან, ანუ სრული მოსვამიდან წესით Facebook-ში შეგიძლია დარეგისტრირება მხოლოდ მაშინ თუ 13 წლის გახდი, მაგრამ როგორც ვიცი, სხვა ბავშვები იმაშობიან, რა ქვია, რეგისტრირდებიან ისე რომ არ უჩიტებენ თავის ასაკს.
სადღაც რაღაცა მეკითხება მონიშნული და იმიტომ რომ აფინებდეს. ის თუ არ აქვს მონიშნული, ვისაც გვერდი აქვს დალაიქებული მარტო. არა, ეხლა ბუსტის პოსტის ბუსტზე გავუშვი და არავინ არ ინტერესები რომ მარტო ისინი ვისაც ინტერესდება კულტურა ინტერესებს. ეგ როცა ირჩევ აუდიენს მაგ ინტერესებს ზუსტად მინდა Насамперед, როდესაც შენ page-ს ბუსტავ. Page-ზე დავუშვათ ორგანიზაციის ლოგო თუ გათან არა, მნიშვნელობა არ აქვს. არა, როცა შენ რას ვეუბნები, Facebook-ს ის მაშინ რომ მოაგროვო ლაიქები, ანუ Facebook იონება რომ მე იმდენჯერ ვანახებ ამ შენ ვებგვერდს, სანამ ამდენ ლაიქს არ დააგროვებს. ო, ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა გამკეთეთ ყველა რაღაც გულშემატკივარი. ანუ მე ავირჩიე everyone in this location, ანუ მე თავს ტურისტებიან იმიანად საქართველოში 13-დან 65 წლამდე და ეგეთი არის 2 მილიონი. ეხლა ოღონდ მეუბნება რომ ამ 2 მილიონიდან აქტიური Facebook-ი რას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველდღე შემოდის, არის 1,200,000. ხო? მე ეხლა ავირჩევ მარტო ვინც ცხოვრობს live in this location. ო, ისე 2 მილიონია, იმიტომ რომ ეხლა ავირჩევები მარტო ისინი, ვინც ნამყოფია საქართველოში ბოლო დროს, ეგეთი არის 420,000. და მარტო ის, ვინც ეხლა იმყოფება საქართველოში და არ ცხოვრობს საქართველოში. ეს ისე არის 11,000. მაგრამ უფრო საინტერესო იწება ქვევით, აი live in this location ავირჩიე. და ეხლა აი აქ უნდა გაიხსნას რა ვარ ჭედავს. აქედან ირჩევ ამ ადამიანების დემოგრაფიას. ეხლა მე შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებაში. აი აქ უნდა გავიხსნას. კონკრეტულ გვერდებს არ ირჩევს ხოლმე ისე. აი მაგალითად სოლო ჩავწერე და რაღაც გვერდები. ან Facebook გვერდები. ან მარტო იქ რო აჩვენოს, არა. შენ ირჩევ დემოგრაფიას. ავიც ეხლა რატომ ვიჭედავს აი აქ იმაშვილი. აქ ძალიან დიდი არჩევანი, გარდა იმისა, რომ ეხლა მე მთელი საქართველოს მაქვს მონიშნული, მე შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემი რეკლამა ანახე მარტო თბილისში. იმიტომ რომ ვიცი, რომ სხვა რეგიონიდან ვეროა და თბილისის ირგვლივ, აი თბილისი რამდენი მომხმარებელია? 130,000. ოღონდ ეს 18 წელი მაქვს, 13 წლამდე ჩამოვიდე. ამ 150,000-დან 94,000 არის აქტიური. აი ამას არ მიხსნას რაღაც. აი აქედან შემილია უფრო დეტალურად ავირჩიო, რასაც ესეთი ფუნქციაც აქვს, რომ ამირჩიე ის ოჯახები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ოჯახად. ან ის ოჯახის წევრები, რომლებიც გაბნეულები არიან. ან სოციოლოგებს ხო შესწავლილები ხავს. არის ესეთი ოფცია, მაგალითად ბეიბი ბუმერები, რომელიც მარტო ამერიკაში მოსახლეობა გამოყეს. ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც
მეორე მსოფლიო ომის მერე დაიბადე. ხო, ანუ ომი იყო და მე რა ვშვიდობა და generation კი აქ ისა რა ქვია millennial, ანუ 1000 წლების ზღვარზე ვინც დაიბადნენ. აი უბრალოდ აი ამას რატომღაც ეშვება. სხვა ბრაუზერთან არა, რაღაცა ანდრო, რამდენად ზუსტი არის ეს ინფორმაცია? ანუ არ ვიცი, მაგრამ აი რატომ გეკითხე, ეხლა მე მაგალითად 3 წელია საქართველოში ვარ და არ შემიძლია საცხოვრებელი ადგილი, რაც Facebook-ში მაქვს მითითებული. არა, მაგას არ უყურებს. ხა მე მწვის როგორც რომ ლისაბონში ვცხოვრობ. არა. შენ საიდანაც შედიხარ წლის განმავლობაში უფრო ხშირად. აი, იქიდან. ანუ about-ით არ იმაშვება მაგას რა. ქცევების მიხედვით. რა საინტერესოა სახელმწიფო მოხელეს როგორ ადგენს ქცევების მიხედვით? არ შეიძლება თან ჩაწერილი არის და თან სულ მოსაწყენ რაღაცებს. სულ მიზახი რაღაცნაირად. ანუ ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარა Facebook-მა, რომელსაც მე მოყვა დიდი აუზაური. ერთ-ერთმა თანამშრომლმა, რომელიც მუშაობდა Facebook-ში, წამოვიდა იქიდან და მე რამდენიმე წლის მერე თქვა, რომ ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარესო, სადაც 10000 ადამიანი მონაწილეობდაო, ვოლზე უდებდნენ ნეგატიურ ინფორმაციას. და მე სწავლობდი, რომ თვითონ რას პოსტავს. ნუ ბუნებრივია, ვინც ხედავდა ნეგატივს, თვითონაც ნეგატივს პოსტავდა. ნაწილს აჩვენებდნენ პოზიტიურს და პოზიტივს ვინც ხედავდა, ის პოზიტივს პოსტავდა. ანუ Facebook-ს შეუძლია განწყობაზეც კი იმოქმედოს ადამიანს. და მისი განწყობა შეცვალოს, ხო? ანუ თუ იქ ხედავ ცუდს, ანუ ეს ეს ხო ესეთი მაგალითიც მომყავს ხოლმე ეს ესეთი ტარგეტი არის სუპერმარკეტების ქსელი ამერიკაში, რომელსაც დაიქირება მათემატიკოსები და სტატისტიკოსები, რომ რაღაცა შეიცვალოთ და გაგდეს ესეთი რაღაცა, რომ უთხოს, რომ აი ჩვენ ხო გვაქვს მომხმარებლების ფასდაკლების ბარათი, ხო? რატო გვაძლევს სუპერმარკეტი ფასდაკლების ბარათს, ხო? იმისთვის, რომ სტატისტიკური მონაცემები მოაგროვოს. ის ფული, რაც შეიძლება დახარჯოს კვლევაში, იმის ნაცვლად აკეთებს ფასდაკლებას. და ჩვენ ვართ ავტომატურად კვლევის ობიექტი. ანუ იცის ჩემი სქესი, იცის ჩემი ასაკი, იცის ჩემი პირადი ნომერი, რომელთაც შეუძლია დამატებით ინფორმაცია კიდე მოაგროვოს და დაახლოებით იცის შეიძლება დათვალოს რა შემოსავალი მოხდება თუ მაღაზიაში ამდენს ხარჯავს, ესე იგი ამდენი აქვს შემოსავალი თუ ამ პროდუქტებს ყიდულობს, სავარაუდოდ ამდენი აქვს, იმიტომ რომ ამის შესაძლებაც აქვს, ხო, დავყოს. ძალიან ბევრი რაღაცას გადის. რომელ დახლებთან გადის, იმიტომ რომ ის დამიხედავთ რას ყიდულობ, ესე იგი იმ დახლებთან გავდივარ, ხო, ამიტომ თუ ჩემ სეგმენტზე უნდა რაღაცის შეცვლა, აი რა ხო შეცვლის და ეხლა ამათ რა გავიქცეს უთქვას, ეს მონაცემები ხო გვაქვს, ეხლა მათემატიკოსებმა და სტატისტიკოსებმა გამომითვალეთ ჩემი მომხმარებლები და ვინ არის ფეხმძიმე. ეს რატო უნდა თვითონ აიციებიან, რომ ადამიანის ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ იცვლის მაღაზიას, ეს არის როცა ცოლი მოყავს, როცა ახალ ბინაში გადადის, ხო? როცა ძოლს შორდება, ანუ რამდენიმე ეტაპი აქვს და ძირითადად მიჩვეულია და ერთ-ერთი მაღაზიაში არის. ერთ-ერთი შეცვლა მაღაზიის ხდება მაშინ, როცა უჩნდება ბავშვი, მაგრამ როცა ბავშვი გაუჩნდება, უკვე შერჩეული აქვს მაღაზია. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ ფეხმძიმეა მაშინ გავიქოთ, ხო? იმიტომ რომ გაჩნდება შეიძლება რაღაცა ოფიციალური იმებიდან, რაღაცებიდან, რაღაც პირადი ნომერი თუ იცით, უკეთ რაღაცა. ხო. და იპოვეს 29 მარკერი, ხო? ნუ რა მარკერები რა სქესი, ასაკი და მე უკვე მოდის რომ აღარ იყიდულობს სიგარეტს. იყიდა ეს პროდუქტი, იყიდა ტანსაცმელი, რომელიც რაღაცა, ხო? ეს 29 მარკერი და ამ 29 მარკერის, ნუ ვისაც ემთხვეოდა უგზავნიდნენ რაღაცა იმებს, რა ქვია, გზავნილებს, აი გავიგეთ რომ ფეხმძიმე ხარ და როგორ გვიხარია და იქნებ ჩვენთან შემოხვიდეთ და რაღაც ეს პროდუქტი რაღაცა. ერთ-ერთმა კაცმა დაარეკა რომ ჩემ შვილს მოვიდა ესეთი კუპონი, თინეიჯერია, ამიტომ ისეთ გვაგინდა და რაღაცა და აქ მოთხოვს ბოდიში ჩვენ კონცენტრი ვართო და გადავცემთ განყოფილებას რომელიც ამაზე მუშაობს და დაიკავშირდებიან და მეორე დღეს დაარეკეს რომ აი ბოდიში გვინდა მოგიხადოთ და ეს როგორ შეიძლება გამოასწროთ რაღაც და ეთქვა არა პირიქით მე მაქვს ბოდიში მოსახდელი რომ მართლა ფეხმძიმე ყოფილი. ანუ ქცევით ადამიანის ხო? ძალიან ბევრი რამე შეიძლება ნახო. გამოიკვირდა Facebook-იც ცდილობს რომ ეს ქცევა გამოიყენოს. ეს ქცევა ჩვენი გამოიყენოს იმისთვის, რომ უკეთ შეგვისწავლოს. და
და შემდეგ უკვე რეკლამის ყიდვა ვისაც უნდა, იმას მეც შესაძლებელი თქვას, რომ აი მე სეგმენტი დაყოფილი. კიდე ერთი დაუბრუნდები იმ კითხვას, არა Facebook-ი არ სხდავს ლოგოს გამოყენებას შენ დავშით პოსტებში. არ თუ ინვესტის ისა, ანუ როგორიც თუ პოსტს ვუსტავ, მაშინ იქ რაღაც წესები აქვს. ანუ ტექსტი არ დაღიმატებოდეს რაღაც დროს, ანუ იმას ამოწმებს და მე გეუბნება, რომ კი ან არის. ამ შეიძლება რაღაცას გითხრას, რომ ამას არ გაუშვებ, ამ შეფოს არ დაგაგოს. ანუ რეკლამის შესყიდვა აქვს. კი. ეს ნახე რაღაცა ლეკი Facebook-ზე თავიანთი თვითონ Facebook-ზე დაგეკონა. და იქ ზუსტად ეს ხსნიდა აუდიტორიას ყოფნა. ან გასავლის როგორ უნდა დაყო. კი, როგორ უნდა დაყო და მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ კვლევაც შეგვიძლია ჩაატარო და იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არის. ეხლა მე მაშინ უბრალოდ GeoLab-ის ინსაიტებს განახებ, ხო? რას ვაკვირდები და რას. მოგეთ, როგორც იცით, მარტო ლაიქების გვერდს აქვს სტატისტიკა. ანუ Facebook-ი უნდა იმას რომ შენ თუ ლაიქების გვერდი გაქვს, შენ შეგვიძლია ნახო რამდენი ადამიანი შემოვიდა, რომელი პოსტი დახარა. ნიშნავენ რაც არის, ეს არის ლაიქები, აქ არის დიზლაიქები, ანუ რამდენმა განალაიქა შენი გვერდი, რამდენმა დაალაიქა, ხო? როცა იხდი ფულს მაშინ განახებს, რომ რამდენი არის paid like-ი, ანუ რაღაც რეკლამა შეგვიძლია, იმიტომ და ეს არის ჩვეულებრივი like-ი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია reach-ი, ანუ რამდენი ადამიანს გაწვდა, ანუ ეს არის ფული გადავიხადეთ ეს 39,000-მა ნახა, ეს კიდე ფულის გადახდის გარეშე 4,000-ს ნახა. ისა? ანუ ეგ ნახა რიჩი. იქ გამოუჩი, რიჩი არის იქ გამოუჩი. ანუ რა ვაფშე არ ნახა. კი, მაგრამ მე შეგვიძლია შევიდეთ პოსტებში და აი აქ უფრო დეტალურად არის, იმიტომ რომ აი აქ ხო? კი რას მეუბნება რომ ნახა 319-მა, მაგრამ ფული რო გადავიხადე ნახა 9,000-მა და აი აქ უკვე არის post click-ი, ანუ 224 ადამიანმა დააკლიკა. უბრალოდ გახსნა რომ ესე რა ქვია, წაიკითხა უფრო მეტი ხო იმაში. ანუ მე ვიცი რომ 224 ადამიანი ნუ სავარაუდოდ დაინტერესდა. იმიტომ რომ ამ იმაში ასე ვთქვათ შიგნით შემოვიდა. რა მაინტერესებს people reach from აწევა და ნუ ლაიქები და კიდე ნახევი კიდე სხვა. ან ეს people reach და იქამდე მივიდა ვოლზე ამოუგდო. people reach არის რამდენს ამოუგდო ვოლზე. მაგრამ ეს არ არის არაფერი შეიძლება არც. იმიტომ რომ აი იმაში რა ქვია რეკლამაში სოციალური მედიის რაღაცას შევეხეთ. რეკლამაში არის სამი პარამეტრი, ძალიან უჭირდა თავიდან საერთოდ გაეზომათ. ანუ დამკვეთი მოვიდა, ფული გადაგიხადა და რას თავაზობ რა. ხო? პირველი პარამეტრი იყო CPM, cost per impression. ანუ ესე ნეუნებოდნენ რომ შენ რო გადავიხადე $100, აი ამდენმა 1000 ადამიანმა ნახა შენი ბანერი. ხო? ანუ CPM არის რამდენს გამოუჩნდა, არ ვიცი ნახა თუ არა, ის ამონახა, მაგრამ და როგორც წესი 1000-ებით იზომება CPM-ი, ანუ რამდენ ადამიანს გამოუჩნდა, ხო? მე თქვენს რომ გამოუჩნდა, ნახა, არ ნახა, საერთოდ წაიკითხა, მე შემოვიდა ახალი პარამეტრი CPC, cost per click. ანუ ნახა და დააკლიკა. მე თუ სადღაც ვდებ სარეკლამო კამპანიაში სარეკლამო კომპანიას უხდი ფულს რომ მე გვერდზე გამოაჩინოს, მე ის კი არ მაინტერესებს როგორ ნახოს. მე მინდა რომ იმან ნახა, იმ აუდიტორიამ ნახა რომ და იმ ადამიანმა რომელსაც ეს ჭირდება და დააკლიკა, ხო? ამიტომ არის CPC, მაგრამ მე კიდე ერთი პარამეტრი დამატეს CPL, cost per lead. ეს რას ნიშნავს? იცი რომ მაგალითად შენ გაქვს ონლაინ ფორმა, რომელიც გინდა რომ შენ მომხმარებლება შეგივსონ, ხო? ანუ პირველი იქნება CPM, რამდენმა ნახა, მერე CPC, რამდენმა დააკლიკა და გადმოვიდა ონლაინ ფორმაზე და მესამე იქნება CPI, და რამდენმა შეავსო. ის ვინ შეავსო, ხო, ნუ არა რაღაცა შრომა გაწია, ნახა, დააკლიკა და მე შეავსო კიდეც. ეს კი ეს არის ჩემი კლიენტი. აი, ცოტა ხნის წინ ერთ სამშენებლო კომპანიას უკეთებდით Facebook
რაღაც რეკლამაში ვეხმარებოდით და ესეთ რამე მოიფიქრეთ, რომ კაი ნახა, მაგრამ როგორ გამოვთვალოთ, რომ ვინც ნახა, ზუსტად ის არის და ჩვენ ზუსტი აუდიტორია ვიპოვეთ, ხო? ამიტომ ამათო ვებ გვერდზე დადეს შავი ფონი და თქვენს რომ ჩვენი მშენებლობა იწყება ერთ თვეში, თუ გაინტერესებს ინფორმაცია ჩვენი მშენებლობის შესახებ, შეავს ეს ონლაინ ფორმა და შენ იქნები პირველი დაგირეკავთ და გეტყვით და ექსკლუზიურ რაღაცას შემოგთავაზებთ, ხო? განათავსეთ რეკლამა Facebook-ზე, ნუ ვიღაცებმა ნახეს, მერე გადმოვიდნენ აქ, მერე ნახეს რომ რაღაც და შეავსეს, ხო? ხა თუ შეავსო ეზარება ადამიანის შევსება, ხო? ისე უნდა რომ დაერეკა და გაიყო. ანუ ჩვენ ამითი KPI CPL-ი დავითვალეთ. ანუ სარეკლამო კამპანიაში დავხარჯეთ რაღაც ფული და მე გავყავით ის თითო შევსებულ ფორმაზე და გამოგვივიდა სადღაც 40 ცენტი. ანუ ესე იგი ამ ადამიანს და თითო კლიენტის მოყვანა დაუჭდა 40 ცენტი. ხო? იმიტომ შენ ბევრნაირად შეგვიძლია დათვალო, შეიძლება დათვალო რომ ბიჭო 40 ცენტი ძვირია და იქნებ დავბეჭდო მე ჩემი ბუკლეტები ისა და ხალხს დავარიგებინო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ მედია რეკლამაში შენთვის ეს KPI, Key Performance ინდიკატორი, რაღაც ინდიკატორი მოიფიქრო, რომელიც გაგაზომინებს, რომ აი ჩემი ინდიკატორია რამდენმა ადამიანმა შეავსო ონლაინ ფორმა. ჩემი ინდიკატორია რამდენი ადამიანი მოვიდა ჩემ კაფეში და დაჩექინდა, აი მიზანი ოკეი, ხო? დავხარჯე ამდენი ფული, რამდენი ჩექინი მივიღე. ხო? აი ამ სოციალურ მედია კამპანიაში ვთქვი, რამდენმა ნახა CPM-ი, ხო? ნახა გამოუჩნდა სათარგმნოს, ხო? უნდა მოიფიქრო რაღაც ინდიკატორი და ამ ინდიკატორით მე გაზრდო. იმიტომ რომ სტადიები ეს არის, ნახა, დააკლიკა და რაღაც გააკეთა, რაც მე მინდა. აი მოიფიქრო როგორ შეიძლება აქამდე მიიყვანა. ეხლა თვითონ Facebook-ი ხო ცდილობს ან კიდე რაღაცები იმატება და ერთ-ერთი აი აქ დაამატა ესეთი რაღაცა, local აი და მანახებს მე აი ამ ლოკაციის ხო რომელიც ხეთ სადაც ჩვენ ვიმყოფებით აი ზუსტად აქ ვიმყოფებით ხო ამ ლოკაციის ირგვლივ ხო ის რადიუსი 50 მეტრი 150 მეტრით რამდენ ადამიანს გავწვდი ანუ ის ვინც ნახა ჩემი რეკლამა ესთვის არის რესტორნებისთვის და კაფეებისთვის ხო მე მაინტერესებს ხა პიცერია თუ არ საავადმყოფო რაღაც მეორე ქალაქიდან ჩემთან ვიღაცა არ მოვა და მე რაღაც რადიუსში ჩემი მომხმარებლები ან მაღაზია ვარ ხო ჩემი მომხმარებლები არ ამ რადიუსში ანუ რის დამატებასაც აპირებს Facebook საერთოდ იქით რაც აპირებს შენ რო გადაუხდი იმას ფულს ის თუ მობილურით შემოდის მე დაითვლის რომ მე იმან შენ კაფესთან გაიარა რომ დაითვალო ის CPL-ი რომ მე გადაუხადე Facebook-ს $100 და მე Facebook-ი რეპორტს მაძლევს რომ გადავიხადე რამდენმა გამოიარა მე ჩემთან ოღონდ ჯერ ეს არ დაუმატებიათ ეს რაც დაამატეს ეს უბრალოდ მე მაჩვენებს გარკვეულ სტატისტიკას ის რეკლამა რომელიც მე გავუშვი რა პროცენტი მოიცვა ჩემ რადიუსის როგორც ვარაუდობ მე და რაღაც სტატიები იყო რომ ამის დახვეწას აპირებენ რომ აი აქამდე მიიყვანონ ეს ეხლა თვითონ Facebook-ზე არის ესე რომ ყველაზე პატარა რიჩი არის ეს გაღვრა აქ პოსტს მე მოდის პოსტი გამოსახულებით მე მოდის ვიდეო რომელიც Facebook-ზე ატვირთე იმიტომ რომ Facebook-ი გარკვეულწილად კონკურენციაში შედის YouTube-ზე და ამბობს თუ გინდა რომ უფრო ბევრი ადამიანმა ნახოს YouTube-დან კი არ დამიშიერო ჩემთან იმას კეთილი რა ქვია ატვირთე და მე კიდე ყველაზე დიდი აქვს თუ არის 360-იანი ვიდეო ამ ფოტო იმიტომ რომ უნდა რომ 360-იანი აუდიტორია თავისთან წამოიყვანოს ანუ 360-იან ვიდეოს და ფოტოს რაც შეეხება თუ მობილურით უყურებ ალბათ გინახიათ ესე რომ ამოძრავებ ხო რაღაც პროდუქტის ხედავ რაღაცა ახალი ფიჩერი აი ჩვენ მაგალითად ჩვეულებრივ პოსტზე რიჩი გვაქვს რეკლამის გარეშე სადაც 1500 და რომ დავდეთ 360-იანი ვიდეო აი რიჩი ავიდა სადღაც 6000-ამდე ან ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში ესაა და მაგრამ ისიც არის რომ თვითონ Facebook-ი თავის ახალ პროდუქტებს უპრომოციას ანუ რა თქმა უნდა თუ ის და კიდევ უფრო მეტიც შენ თუ ბევრ ფულს უხდი რეკლამაში Facebook-ს ხო გიზდის ფას ანუ სწავლობ შენ იმას რომ გადამხდელია და აინტერესებს რატომაც არა ან იგივე რეზულტატის მისაღწევად ხო მეორე მესამე მეოთხეჯერ უფრო მეც გიხდის იმაში ვიდეოსაც არის, მაგალითად,
კი, იმიტომ რომ თავისი კი ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ცდილობს, რომ თავისი ისა Akaris, Kai, ეხა საინტერესო მისი მიღება ფიჩერები. ნუ ბოლო დროს ისე ხდება, რომ Facebook-ს იყენებენ არა მარტო მარკეტერები, არამედ იყენებენ HR-ებიც და ერთთან შემოსწავლეთ, ეხა დიპლომსაც იცავს, მაგაზე გამოკითხვა გააკეთა ორი მიმართულებით. რამდენად იყენებენ, ესე იგი, რამდენად აკეთებენ შემოსული ვაკანციების სკრინინგს, ანუ შემოიტანეს ვიღაცებმა ვაკანცია გამოცხადებული, ხო? რამდენად უყურებენ Facebook-ზე, როგორი პროფილი აქვს, YouTube-ზე რა აქვს თული და ასე შემდეგ და ეს პროცენტი არის ძალიან დიდი. რას უყურებენ, იქ უყურებენ, რამდენად შეესაბამება თანამდებობას, ასეთ რეზულტატებს თუ კრაცა მაიმუნებს. რა გამონათქვამები აქვს წინა სამსახურზე, წინა სამსახურს თუ აგინებს, საუბრობთ მაგაზე. რამდენად პროფესიული გამონათქვამები აქვს, ხო? ეს მომენტი უკვე ჩვენ რეალობად იქცა, ხო? და აი არის ესეთი ინსტრუმენტები, რომელსაც მარტივად შეგვიძლია ეს ჩეკინი, მაგას პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამოიღო. არ ვიცი რა ვიღაცა. ნახოთ კიდე შეიძლება ელენეს აი მარცხო. ხო. აი შევედი ელენეს პროფილში, აქ უკვე ან ციფრები ეწერება თუ პროფილის სახელი არ დააკვა თავისას, ხო? ან მისი სახელი და გვარი, ნუ აი ეს შემთხვევაში სახელი და გვარია, მოვედი აი ამ იმაში ვებგვერდზე, ჩავწერე ელენეს სახელი და გვარი და ამოვაგდო მისი ID, ან Facebook-ში გვაქვს ყველას ჩვენი ნომერი. ეხლა მე შემიძლია ნახოთ. ეხლა შემიძლია მივაჭრო ამას და ნახო ყველა ის პოსტი, რომელზეც ელენემ დააკომენტა. და მანახეთ ყველა იმ პოსტს, რომელზეც ელენეს ააკომენტა. დახურულ ჯგუფებში რაც გაქვს, იმასაც განახებს, ანუ ხო არის რაღაცა ჯგუფები, რომ დახურულ. ეხლა მაინტერესებს ყველა ფოტოს, რომელიც არა, რაღაც ნაცეს არის დახურულ, გაჩნდა როგორ არის. ხო, ანუ მე შემიძლია ვნახო ყველა ელენეს გადაღებული ფოტო, რომელიც Facebook-შია გაფიქსირებული. ხო, ანუ ერთად თავმოყრილი. შემიძლია ყველა ის ფოტო, რომელიც დათანხმულია. ეხლა აქ კიდე ქვევრი შემიძლია ვნახო ყველა ის ადგილი, რომელშიც ეს ადამიანი დამყოფია. მხოლოდ სახელს და გვარს წერთ იმ არა, როგორც Facebook-ში. და ეს არის ადგილები, აი უკაზეც მაჩვენებს, ახლა თუ წავედი ქვემოთ, იქ ქვეყნებსაც მანახებს, სადაც არის, ანუ ამით ხო შემიძლია შევისწავლო რა ადგილებში დადის. და თუ არ მყავს ტიპი დამატებული, მაინც შემიძლია რომ ესენი ვნახო. კი, ანუ იმას დახურული აქვს თავის პროფაილი, მაინც შემიძლია რომ ვნახო. არა, თუ ძალიან დახურულია. ძალიან დახურული არის. ეს ადამიანს ხო Facebook-ზე ძალიან დახურული არის. გაჩნდა არავის არა. დახურული ისეთი შეგიძლიათ თავიდან ეს შეგვიძლია სახში რომ გიხვალ ჩაგაწერიეთ ამას აექსპერიმენტოთ და ნახოთ სადამდე მიდის ეს ყველაფერი. ეს კი რა ხდება? ეს არის graph.tips და რას აკეთებ? აქ უნდა ჩაწერო ან Facebook-ის ID, ან მისი სახელი და გვარი როგორც Facebook-ზე ქვია. ან ეს ძალიან ცოტა ვისაა. ჩემზე ბოლო პერიოდებში საერთოდ ელენეს ზებრებს. აი შევედი. შოთა იორაბაშვილი
აი შოთა იორამეშვიდას ესე ქვია Facebook-ში. ანუ შოთა იორამეშვიდა, აბა ვინმე ისეთი ნახეთ, ვინ თქვენ Facebook-ზე დამატებული არ არის. აი შენი მეგობარი ვინც არის. ანუ აი თქვენი სახელი რა. არა. აი თამბა მინდიაშვილი. აი თამბა მინდიაშვილი. ეხლა გავიგებ სადადი. დარწმუნებული. აი ამბობ პირველი. სანდრო აქედან მესიჯებს თუ გავიგებ ვინ ვის რა მიწერა. არა. აი ხოდი შეიძლება ამინისტროს კომენტატორი. შენ სხვა თამამები შეშუნა. ანუ პროფილი ჩაკეტო აღარ არის. არა, არსებობს. აი სკვერა. ეს. ხო. მაშინის კონტაქტი რომ ჩავწერე. ამულა მიდიაშვილი ხუთი, იმიტომ რომ მე ჩავწერე უბრალოდ თამამები მიდიაშვილი. სხვაზე გავა. აი სადარი ნამყოფი ეს არის მარტო Facebook-ი. საინტერესოა. საარო თუ ხარ HR-ი, შემოვიჭრე ვაკანსია და უცებ კიდე ხარ HR-ი. შეხვალ და ნახავ. თუ სხვათა არის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც ჩვენთან ჯერ არ არის აქტუალური, მაგრამ დარწმუნებულად ცოტა ხანში გახდება, ეს არის ტროლების ყიდვა. ხო, ანუ ვიცით ხო ეს ტერმინი ინტერნეტ ტროლი, ეს არის საერთოდ წამოვიდა ტროლინგი და კარგად ამ თემას დავხურავ და ერთ თემაზე გადავალ. დასავლეთში, რუსეთში ძალიან პოპულარულია, უკრაინაში, ჩვენთან ჯერ არ არის, მაგრამ გაჩნდება ეს ბიზნესი და ეს იქნება. მოგეთ ეს არის ესეთი გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ ეს და მეორე რომელიც მინდა განახოთ კიდე, ეს არის აი ესეთი მისამართი. არა, ეს არის მოიცავს კონსერვატია. ეს მისამართია. გირჩევ წერტილს და განახებს რომ აი ამ შენს მიერ არჩეული წერტილის ირგვლივ Instagram-ზე ვისაა გატვირთული ფოტო. ეხლა მოდი ავიჩით. ეს Facebook-ში შეცვალა. არა, იმათმა დახურეს და location, what was the location? აი ეს რა არის? ეს თუ რაღაც ადგილის სირგვლივ გინდა ნახო, ხო? თქვა გაგ რაღაც ბიზნესი და გინდა ნახო, შენ სირგვლივ ვინ გადაიღო ფოტოები და ატვირთა Instagram-ზე, ხო? ანუ ნიშნავ წერტილს და აი აქ დამატებით პარამეტრებს უთითებ, მანძილი, კონკრეტული ადგილიდან და ისა რა ქვია, დრო პერიოდი, როცა გინდა და by date და შეგვიძლია შეიძლება რაღაც PR აქცია ჩაატარე და გაინტერესებს რომ მოვიდა ხალხი გადაიღო სურათები და გაშიარა, ხო by date აირჩევ და რაღაც კონკრეტულ თარიღს შეიქმნა. და გიძებნის მერე იმაზე რა ქვია, აი Instagram-ზე, ხო, რატორის ნაპასუხები არ არის და ასე შემდეგ რაღაცა. და აი ესეთ გვერდებს ქმნიდნენ, ლაიქების ლევანი არ გადაიხდის TBC ბანკი და აი დებდნენ მერე იმებს, რა ქვია, სკრინებს რა. ანუ ეს არის ერთ-ერთი ტიპის ტროლინგი, როცა ვიღაცას წამოაგდებ, ანუ ხუმრობა
გადაუგდა სათქო არა რაღაცა უთხარი ზავარდა და რაღაცა ისე ხო სასაცილო. ნუ მეორე არის სოციალური აგრესიის ფორმა, რომ ნუ ავათარი რა ის ადამიანი ვიღაცა ქსელში შეიძლება იყოს ანონიმური და ამიტომ ნუ არადეკვატურად იგინება რაღაცას წერს, როცა რაღაცა დისკუსია არის გინებას რომ დაიწყებ, ნუ რა უნდა შეიცვალოს ან რა დისკუსია უნდა გაგრძელდეს, ხო? კრეატიული გინებები. ხო. ნუ ამბობენ ეს არის ადამიანი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ნუ იმიტომ იმაშოვა რომ აქ იცლება რა, რომ აქ არავინ არ წარმოარტყავს, ის დაცულად გზნობს თავს და ამიტომ იმაშოვა და მესამე ეს არის აი ეს იარაღი საინფორმაციო ომში და რუსეთი ამას ძალიან აქტიურად იყენებს. აქ არის ერთნაირი პოსტი დაახლოებით პატარა ისა ცვლილებებია, რომელიც არის სხვადასხვა იუზერის მიერ დადებული. რუსეთში ამას აკეთებს სახელმწიფო. ანუ საიდან გამოითვალეს, რომ თქვათ უკრაინული პოლიტიკოსების ან რაღაცა გვერდებზე სადაც ომზე არის ლაპარაკი, იდება დაახლოებით ერთი ტიპის ნაციონალური რაღაცა პოსტები, ხო? მერე ნახეს IP მისამართები, საიდან იდება ეს და ნახეს, რომ არის თელ რუსეთს კოლკოვა ერთი პატარა ტერიტორია არის, სადაც უამრავი ნაციონალური საკითხით შეწუხებული რუსი ცხოვრობს. ანუ კონცენტრაცია ძალიან დიდია ერთ პატარა წერტილზე, ხო? მთელი რუსეთი და ერთი ადგილი. მე ისიც იყო, ნუ ვიღაცები წამოვიდნენ იმ სამსახურიდან დაწერეს, ანუ ფაქტობრივად როგორი სამუშაოა იცი, დღეს შეიძლება სადღაც თვეში შეიძლება $8 იშოვო, სამსახური რა გიგეთი, მიდიხარ დილით, ეძლავე დავალებას, ანუ ერთი მხრივ სამიზნე ჯგუფები და Facebook გვერდები და ისე რა ქვია Twitter მისამართები ან რომელიმე გამოცემებია და დავალება რა ტიპის ინფორმაცია უნდა დადო რა. შენ ამებს წერ, ლინკებს იმახსოვრებ და გაქვს პროგრამა, რომელშიც შენ რეპორტს ყრი. იმიტომ რომ ის პროგრამა მე ავტომატურად ითვლის, რომ შეასრულე სამუშაო, არ შეასრულე შენ კომენტარს, რამდენი კომენტარი მოყვა და ასე შემდეგ რა. ესეთი, ასე ვთქვათ, სახის სამუშაო. უკრაინაში ეს უკვე ბიზნესად გადაიქცა, იქ ესეთი დიდი ისა არ აქვს ჯერჯერობით, მაგრამ რომელიღაცა კომპანია, თქვათ ან პოლიტიკოსი ქირაობს ესეთ ჯგუფს, რომელსაც ეუბნება, რომ აი მე რომ რაღაცას ვითხვი, მე უნდა დაესწრო და თქვა რა აუ ეს რა მაგარი თქვა და ან ეს რა მაგარი არა რაღაცა ხო? რომ ფონი ნელა შექმნა. ან თქვა აგორდა რაღაცა ნეგატიური ტალღა ამ ადამიანისთვის და დავალება რომ ეს ნეგატიური ტალღა ჩავახშოთ. მოდი ეს ანუ ამით ის თქვა რახან ამაზე მოთხოვნილება ნელა ჩდება ბიზნესის მხრიდან, იმიტომ რომ ხო ის არის ხო? საქართველოს ჯერ არ გამიგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გაჩნდება. სამაჩაბლო დაფაზებს საქართველოს. კერძო კომპანიები აკეთებდნენ რაღაც პოსტადებდნენ, რაც ტურისტული და აუ რა მაგარი, ანუ მე უნდა მივხვდი აუ მე თქვენი პაყოფილი ვარ და ისე აყვევდა ახლა არა რატო რა ჩაულებრივი პიარია ძალიან სასაცილო ტროლინგი იყო ვიღაცებმა გაკეთეს ვებგვერდი რაღაც სომხეთის საქართველოს რაღაც ისე ანუ რა იყო იცი რომ რაღაცას დავდებდნენ რომ აი ეს ხო ჩვენი აშენებულია საქართველოს არა ხო რა თქმა უნდა რა და იქ ვიღაცა გამოვარდება და სომხი რომ ეს თქვენ ვაფშე ასე ხარ და იქ უწევდი მაგრამ შენ ეს გვარი ხარ რაღაც იანს ხო და შენი ხო ქარეს ხო ქართული გვარია და გადაკეთებული მოდა შენ ხო ჩვენ გვერდზე უნდა იყო და ის საერთოდ გიждდებოდა და მე აი ძალიან სასაცილო იყო აი ძალიან სასაცილო იყო უბრალოდ დაარეკოთ ეს როგორ ჩასდა და ისეთ ხდებოდა რომ სევანი ხო ქართული ტბა მე ვიღაცებს შევადეოდი რომ ეს გვერდი მე ვიცი აზერბაიჯანელების დაფინანსებულია შუქი ჩამოვიდა აი მართლა ზიც ახალისო იყო და ის იყო რა ქვია საკით ჩამოვა ვადიშტა ერთი ვარყოფითი ისტორიაც მოყვა მაგას სპლიყვი რო დაიჭერეს ამასთან ხო მიჭი რომელმაც დაწერა რომ რაღაცა ანუ შემთხვევა მოხდა ესეთი ადამიანმა იხუმრა დაწერა რომ ამერიკის საელჩოში ხო არის ბომბი და ის ადამიანი დაიჭირეს ხო იმიტომ რომ აი ვამპირებს დაბომბავს ხო რაღაცა ის მანაც ხო და რაღაცა იხუმრა ხო ნუ არის ეს ტერმინი კიდე პრანკი ქვია როცა რაღაცებს ხუმრობ აი რუსი ორი ცნობილი
ფრანკიორია, როგორც როგორ თქვა, რომელმაც მაგალითად დაურეკეს ერდოღანს ელაპარაკია, რომ ვითომ ყველაზე სასაცილო იყო. ხო, არ ორნი არის, მაგრამ როგორ არის, რამოდენიმე ისეთი რაღაცა გააკეთეს, რომ მე დაიწერა, რომ ანუ შანსი არ არის რა სახელმწიფო სტრუქტურებთან რაღაც კავშირში, იმიტომ რომ ეგეთ დონეზე ანუ BBC-ის ინტერვიუ იყო, რომ ერდოღანს მე რომ მინდოდეს დაურეკო და ოფიციალურად რა BBC ჟურნალისტი ვარ და აინტერვიუ რა მე იქ არ მიმიშვებენ რა რაღაცა ის არის იმას ელტონ ჯონს დაურეკეს ვითომ პუტინი არის და როგორ მოხდა ჯერ დაიდო ინტერვიუ ელტონ ჯონის რომელს თქვა რომ პუტინმა დამირეკაო და მეუთხარი რომ უცინესობებს როგორ ჩაგრავთო და რაღაცები ბრატაო ეგან და მე ამ პრანკიორებმა დადეს რომ ეს ჩვენ ვიყავით და რა პუტინი და ჩვენ ველაპარაკეთ ტელეფონის ნომერი საიდან იგებ? აი ეგ არის, ეგ მარტო არ ერდოღანს ესე ეგ ფერიფერიდან გაიარო. არა, ობამა არა. რომის პაპთან იყო მე მგონი. ანუ როგორი ეგ შეუძლებელია არა, ერდოღანს არის ქვეყნის პრეზიდენტი ისეთი არის არის პირადი ნომერი არა, იქო პირადობის ვიღაცას ურეკავ ვინც უნდა დაგაკავშიროს ვინც უნდა იმას უნდა დააჯერო რომ შენ ამიტომ უნდა იცოდე ის შიდა ეტიკეტი როგორ უნდა უთხრელება დაიჯეროს და ეგრე მარტოთ არის ხო ანუ რაც ხდება ჩვენ საჯარო დაწესებულებებში 2012 წელს იყო ძალიან საინტერესო კვლევა შეისწავლეს ქართული საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდები ეხლა რა დასკვნები გადაიქცა და ერთი რომ ამ გვერდებიდან იშლება კომენტარები იმიტომ რომ Facebook-ში როგორ არის რო დააკომენტებ, რომ წაკშალო ჩანს, რომ იყო 10 კომენტარი, მაგრამ არც ერთი არ არის. ანუ იმ რიცხვს რამდენი კომენტარი იყო ჩანს. რაღაცა თქვენს რომ ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისინი შეიძლება ადამიანმა დადო და თვითონვე წაშალა, ხო? მაგრამ პროცენტულად იმდენად ბევრია წაშული კომენტარი, რომ სავარაუდოდ ისინი რაღაცებს შლიან და ამას ვერ მოუყვება უფრო უარყოფით შეცდომას ასწავლე. დანიშნულობაში მე რომ სახელმწიფო დაწესებულების Facebook ვებდებზე 2012 წელს ძალიან ბევრი იყო ნეიტრალური კომენტარი. ეხლა რა არის ნეიტრალური კომენტარი? ეხლა როცა რაღაცას წერს სახელმწიფო დაწესებულების ვებდებზე, ხო? ან დაწერო SSS მიჭირდა და დამეხმარეს გამიკეთის, ან დაწერო SSS, ანუ რა კონკრეტულ რაღაცას და იქ ეწერა რომ ვახრა კარგები ხარ და თუ რა კარგად მუშაობ. მე გადავიდნენ იმ პროფილზე, ხო? აი როგორც მე გავაკეთე, ესე შეგიძლიათ ჩაწერო და ნახო და ნახეს რომ ნეიტრალურ კომენტარებს ვინც ტოვებს, ხო? პროფილი შექმნია რამოდენიმე თვის წინ. მოხმარების საკუთარ კედელზე არ აქვს სხვა აქტივობა გარდა სამთავრობო უწყებების სიახლეების გაზიარებისა. მოხმარებელს მოწონებული აქვს სხვა სამთავრობო უწყებები. მეგობრების სიაში დამატებული ყავს ყალბი Facebook-ის ანგარიში. თვითონ კომენტარსაც ეთყობა შეიძლება ხელოვნური. და რო გადახვიდე გვერდზე, იქაც ეთყობა რა. უკეთესოები ხარ. შინ შეხვდა, როცა სხვადასხვა მოხმარებელი იდენტური შინაარსის კომენტარს ტოვებს. ანუ ერთ ადამიანს აქვს რამოდენიმე პროფილი, დავალება მოდი ეს დაწერე და დავალებას ასრულებს, რომ ერთი და იგივე კომენტარია რამოდენიმე. ანუ ეს არის ესე თქვა პირველი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვას. ხო, ანუ აი ამ ტროლებზე რომ ლაპარაკობ, როგორ იყო, რომ პირველი დაიწყეს, რომ თავისივე თანამშრომლებს უცხოეთში ეს გააკეთე, ეს აგენტურად იშიფრება და შემდეგი საფეხური ალბათ რაც იქნება, უკვე კომპანიას დაიქირავენ, რომელშიც არიან ადამიანები, რომლებიც რამოდენიმე ხნის წინ აქვს შექმნილი ძველ ადრე აქვს შექმნილი თავისი პროფილი და გადმოტანილი აქვს ვიღაცის ფოტოები, რაღაცები, რომ ანუ უფრო დამაჯერებელი იყოს. ეს ეტაპი, რომ ეს ადვილად გამოვითვლით ტროლს, ხო უკვე გავიარეთ. და მოთხოვნა ამაზე არსებობს და სავარაუდოდ უფრო და უფრო დახვეწილი იქნება. ამაში ცდებიან არა მარტო პატრა კომპანია BBC-ს დაემართა ესეთი შეცდომა ძალიან საინტერესო სასაცილო შემთხვევა იყო. დაწერეს ესეთი სტატია, რომ ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეისწავლა რამდენი IQ აქვს თითოეული ბრაუზერის მომხმარებელს. ანუ გაკეთეს ვებგვერდიო, რომელსაც იყო IQ ტესტიო და შენ რო ავსებდი ამ IQ ტესტს, ითვლიდა რამდენი IQ გვაქვს და ითვლიდა რომელი ბრაუზერით ხარ შემოსული და თქვა რომ
ყველაზე დაბალი IQ აქო ინტერნეტ ექსპლორერის მომხმარებელი. ამაზე გამოვარდა Windows-ი, რას ქვია ჩემი მომხმარებლები დებილები არიან. მაგრამ მანამდე ამ ინტერვიუში ეწერა ფსიქოლოგთანაც გაიარის კონსულტაცია, იმათ ვარ აქვს უფლება მარტო ცხამო გამოიყენა, და ფსიქოლოგმა თქვა, რომ რა ვიცი, თვითონ ეს IQ იმდენად პატარა არისო, რომ სავარაუდოდ კომპიუტერთან პრობლემა უნდა კონდეს მე რა გაიქვა, რომ ის ვებგვერდი შეისწავლეს, თურმე იყო ყალბი ვებგვერდი, ანუ ვიღაცამ გააკეთა ვებგვერდი, ვითომ ეს არის საინფორმაციო საგზავნების კოლექტივი ორგანიზაციის ვებგვერდი, თანამშრომლების ფოტოები, რომელიც იყო ვებგვერდზე, იყო მოპარული სხვა ვებგვერდიდან. ანუ სადღაციდან აიღეს, სხვა სახელი მიაწერეს. რაოდენიმე ნამდვილი კვლევა დაყარეს და ბოლოს დადეს ეს კვლევა და ეს BBC-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი ათვალიერებდა და წააწყდა, ვა, რა საინტერესო კვლევა, ენდო ამ გვერდს და იმას აკნა. ანუ ესეთი რაღაცეებიც დღეს აი ძალიან სასაცილო იყო ცუკერბერგმა ცოლი რომ მოიყვანა, იქაც ვიღაცამ გააკეთა საინფორმაციო აგენტოს ვებგვერდი, როდესაც ნამდვილი ამბები ჩაყარა და ერთი ჩაყარა რომ ცუკერბერგმა თქვა, აი ცოლი მომყავს ახლა და აღარ მაინტერესებს ეს Facebook-ი ცხოვრებას და ეს მართლმოსო და უნდა დავხურო. აი რაღაცა არ ვიცი ხო მოკლედ ისა ხო და ამაზე ატყდა რომ აი იხურება არ იხურება არაფერი უყალბი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი იყო ახლა ესეც რამდენიმე წლის წინ არის 1-2 კი 1-2 წლის წინ ანუ სასანამ ან ცოლი რომ მოიყვანა დაახლოებით პერიოდში ვიღაცები ხუმრობდნენ აი ხო გეუნებით მოიყვანს ცოლს და დაგვირიცხეს არა ფოტოებს ასეებდნენ გამწარებული ხო და აიო იმაშება ანუ ესეთი რაღაცებისთვის უკვე მზად უნდა ვიყოთ და რაღან არის ამაზე მოთხოვნა ტროლებზე სავარაუდოდ ჯერ ესე სერიოზულად და რაღაცაებ არ მინახია საქართველოში მაგრამ ეხლა რაღაცაში მორი კლიმატის ცვლილებაზე რაც დადეს ბევრი ადამიანი დაიღუპა ჰაერის დაბინძურებით ერთ-ერთი მაგრამ იმდენად კარგად შეფუძეს ეს ყველაფერი რომ უკვე პრემიერმაც გააკეთა განცხადება რომ ან ფეიკია ან ზუსტად ეს სტატისტიკა არ არსებობს და იმ ვინც გააკეთა საერთოდ არ იყო საერთოდ ამაზე ვერ გადაასწრო და აი გრაფიკსაც რო შეხედო ხო არის ისა რა ქვია ანუ იმდენად წინ ვართ იმ გრაფიკზე იმდენად რომ აი მაგასთან სამძოლო იმას მეც არ ეგ დროს ხო თუ რაღაცაში ეჭვი გეპარება თუ ჩემ Facebook-ზე ის მომიხარ სტატუსი ანუ თუ რამე ფოტოს ხედავ და გეპარება ეჭვი რომ თქვა ნამდვილად თუ არა Chrome-ში არჩევ მარჯვენა relax და არის რაცა ახო აი ეს მოგავს ჯერ და გადავდივარ ამაზე კიდე ამათ ჩაგები ბიჭო რა ხო აი აქ ესეთი ღილაკი search Google for image აჭერდა Google-ში გიძებნის რომელ გვერდზე არის ეს იმიჯი კიდე აი მის იმაზე იყო რა ქვია სერიალ ბავშვებზე იყო აი ეს ფილმები ხო ფოტოზე მიყო რომ აი რაღაც გუშინ დახოცეს ბავშვები და ასე შემდეგ ეგრევე ვაჭერდი მარჯვენა ღილაკს Google-ში ვეძებდი მეუბნებოდა რომ რაც 5 წლის წინ არის გადაღებული აქ და აქ ხო აი აქ უყურებ თარიღებს და ხედავ რეალურად სადა რეალურად ანუ გვერდზე შევდივარ სურათზე მარჯვენა კი ნებისმიერ მარჯვენა ღილაკს და აი search Google for image არის მეორე აი მაგალითად აი ამ შემთხვევაში ხო ამ ვებგვერდს ამ კონკრეტულს აქ დაბლოკილი მარჯვენა ღილაკი ხო აი თქვა ესეთი გვერდია რომ მარჯვენა ღილაკზე არ მაჭერდებს ამიტომ გავაკეთებ ესე გადავიღებ ეს შაბლონი აქვს მომდომად შეგვიძლია მაგას უადვილად გააკეთებს ანუ არის კი რა ამასაც ვიცი კოდებში შემიძლია ხო fake
ანუ ხო იყო სიკვდილიანობა. მე თქვილები ასე როგორც BBC-ს შეიძლება რომ BBC კიდევ მაგაზე შეგიძლია ის სტატისტიკა დაგესირჩა და გენახა რომ რომელიმე სხვაგან სადმე არის კიდე იმას ხო რა თქოს რომ რომელიღაცა უცხოური ორგანიზაციის აი მაგას ამბოშის ფოტოს გადავუღე ისა და თუ მხოლოდ ტექსტუალური იქნება არა ტექსტუალური აქ არის იმიჯებზე ფოტოების ისა ხო გადავედი იმიჯში და ის რას მეუბნება რომ ატვირთე იმიჯი ანუ Google-ში შეგიძლია დასერჩო როგორც იმიჯით ასევე ტექსტით აი ავიჩი ხო ვიპოვე ამ იმიჯს აი open ატვირთავს ამ ფოტოს და ეხლა დაიწყებს Google-ი ძიებას ამ იმიჯით და ეხლა მითხრა რომ აი ვიპოვა ის სტატია სადაც ის ბიჭი და მეუბნება რომ ეს არის მსგავსი ფოტო. ეხლა ეს ფოტო ეს კონკრეტული მარტო ერთგან არის და იქ ისე იქნება. ანუ იქ შეიძლება იმ სტატისტიკის ფოტოს გადაღება და ნახო ეგეთ სტატისტიკა სადმე გადაკარგული Facebook-ისა კიდე არის გამოქვეყნებული. ხო ერთ-ერთი გზა უცებ რომ ნახო ფეიქია ფოტო თუ არა რომ მოძებნო სანდო წყარო ანუ სადმე გარდაჩენ Facebook-ზე კიდე სანდო წყაროში არის ეს იგივე იმიჯი გამოყენებული. ჩვენც ამას მედიაში სულ ამათი მუშაობ მგონი მე ჩემ ჟურნალისტებს ვუშვიდი რომ რუსულ ინფორმაციას საერთოდ არ გამოიყენებ. იმიტომ რომ არ სოფლიო არენდობა არანაირ წყაროს არენდობა სახელმწიფო დოკუმენტებს არენდობა და ერთი ძალიან სასაცილო შემთხვევა იყო Washington Post-ის Twitter-ის გვერდი დახაკეს ჰაკერებმა და დაწერეს Twitter-ის გვერდზე რომ Washington Post-ი წერს, იმიტომ რომ თვითონ Twitter-ის გვერდს ბები ენდობოდა, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის სწორი ინფორმაცია იყო, რომ თეთრ სახში მოხდა აფეთქება, ბარაკ ობამა დაჭრილია. პირველი რაც მოხდა, იმაზე რა ქვია, ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე დაეცა ეგრევე დოლარის კურსი, პანიკა და პირველმა ვინც გადააკოპირა გადამოწმების გარეშე რუსული სააგენტოები. არა, არის ეს მე რა პირდაპირ გრაფიკი მაქვს სადღაც პრეზენტაციაში 20 წუთში გამოვიდა თეთრი სახის წარმოადგენელი თქვა რომ რა არაფერი არ მომხდარა ეგეთი და ისა იმათმა აღიდგინეს კონტროლი Twitter-ის აკაუნტზე და დაწერეს რომ დახაკულები ვიყავით ამას არ დავიჯეროთ და წაშალეს ეს. და ნუ ეს კურსი ისე აიცი მაშინ ვინი არ ვიცი სანდო ჰაშტაგების სისტემაზე ვიტყვი. კი, გავუჩვით. ანუ ჰაშტაგები წამოვიდა Twitter-იდან და ჰაშტაგი საჭიროა იმისთვის, რომ შენი ინფორმაცია რაღაცნაირად შეკრა. შეკრა ეხლა რა გაგებით Facebook-ს ხო რა პრობლემა აქვს? მე რაღაცებს ვდე, ის მე მიდის და ქვევით ვარდება ეხლა გადავიდეთ. ანუ ეს ერთმანეთში, ასე ვთქვათ, ირევა და აღარ ჩანს მერე, ხო? ეხლა ჩვენ მაგალითად ჯეოლაბში ძირითადად ვიყენებთ ჰეშტეგის მაგივრად პირდაპირ ლინკავთ ჩვენ Facebook-ის გვერდს. რატო აკეთებთ ამას, რომ თუ ვინმემ გადააშიარა, ხო, პირდაპირ ამას დააწვება და ეგრევე ამოგვიდებს. ანუ როგორც შეგიძლია ადამიანი მილინკო, აი ადამიანები რო არის, ხო? ანუ ინტერნეტის სიმბოლოს წერ და წერი შენი ლაიქების გვერდის მისამართს, რომ ეს თუ გაიღვარა და სხვაგან გამოჩნდა, ხო? იმ ადამიანმა მიაჭიროს და პირდაპირ შენთან გადმოვიდეს, ან ეს მოთხოვნა. თვითონ ჰეშტეგს რაც შეეხება, ჰეშტეგის იდეა ის არის, ხო, აი გვერდზე გადაყავთ, მაგრამ არა, გვერდზე არ გადაყავთ. ყველა იმ ინფორმაციას გაჩვენებს, რომელსაც ეგეთივე ჰეშტეგია. ანუ აი აქ ხო, აი ჰეშტეგი მაგ გამოყენებული ჯეოლაბი, ხო? ამას თუ დავაჭირე, ნახავ ყველას, რომელსაც ეგეთი ჰეშტეგია. ჯეოლაბზე გავიგებარ, აი ეს გვერდი რო ყავს ჩასმული, პირდაპირ გვერდზე გადმოყავ, ხო? ხო. ანუ ორი რაღაცაა, რომ ერთი შეგიძლია პოსტში ჩასვა ლინკი შენ გვერდზე, როგორც Facebook-ის გვერდი უნდა იყოს და მეორე დაუწერო ჰეშტეგი, აი ეს, და მაშინ თუ ამ ჰეშტეგს მიაკლიკავს იგი ყველაფერს განახებს, რასაც იგივე ესეთივე ჰეშტეგი გქონდა. აი მაგალითად წერე ქართულად გააკეთა TBC ბანკმა ესეთი ჰეშტეგი და თუ გაინტერესებს სხვადასხვა ორგანიზაციები იყო ჩართული, ხო, არა მარტო TBC, ხო, მე მაინტერესებს ყველაფერი წერე ქართულად შესახებ. მივაჭერ და ვნახავ. ამიტომ კარგია თუ ორგანიზაცია რამე კამპანიას იწყებს, მოუგებოს ჰეშტეგი, ძალიან ძნელია რომ ეს ჰეშტეგი გადადოს სხვებსაც, რომ თქვას რომ
მოდით მე ყოფილი რაღაც კონფერენციებზე ამბობენ, რომ თუ აქედან ამის დაპოსტავთ, ჩვენი ჰეშტეგი დავუხდით. რომ რაღაცნაირად იმას ახლა შეკრა რა. იმიტომ რომ როგორ იცი, ორი მეთოდია როგორ შეიძლება დაახარისხო ინფორმაცია. ერთი რომ კონდეს მენიუ, თქვა რომ ამ მენიუს ქვეშ ეს არის, ამ მენიუს ქვეშ ეს არის, ამ მენიუს ქვეშ ეს არის. და Twitter-ში ქონდა პრობლემა, რომ წინასწარ ხო ვერ განსაზღვრავ რა მოვლენები შეიძლება მოხდეს. მაგალითად რუსეთში რო იყო საპროტესტო აქცია, მოიგონეს ჰეშტეგი Occupy Biden რაღაცა ვიღაც მოიგონა, ხო? რაღაცა ჰეშტეგია და ყველა ვინც ამ იმაში მონაწილეობდა ამ ჰეშტეგს იყენებდა. და მე Twitter-დან წამოვიდა ის გზომავენ ხოლმე დღის ჰეშტეგი რომელი, ანუ რა მოვლენა დღეს ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. რომელ ეს საკვანძო სიტყვას იყენებდა. ანუ ჰეშტეგი არის შემკვრელი ასე ვთქვა. რაღაცა თუ გინდა ისე კარგი მაგალითი თქვა 13 ივნის გასულ წელს, როცა 13 ივნის ჰეშტეგი დავალება იყო და სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები კი სხვადასხვა ადამიანები იყვნენ შენ თუ სხვადასხვა ადამიანების მიერ 13 ივნის შესახებ დაპოსტილი გაინტერესებდა მიაწერდი 13 ივნის ან ამისთვის არის ეხლა მარკეტინგის კუთხით ხო ეხლა თან მოხალისეობა იყო 13 ივნის და აიტაცეს ხო ძნელია რაც ცდილობენ სხვა კომპანიები რომ რაღაცა ისეთი ჰეშტეგი შექმნა რომელიც აი ამ აქციას იმას ისმოთია შეკრავს ერთ მთლიანობას სხვადასხვა ელემენტს აღარ პოზიტივია იყო საჯარო Facebook-ში კი რა თქმა უნდა მიზანიც ის არის რომ გაასაჯარო ის ინფორმაცია და მეორე არის ჰეშტეგის გარდა შეგიძლია პირდაპირ შენი ლაიქ გვერდის ლინკი ჩასვა ანუ საბჭოთი ხო საბჭოთი მე წერ შენი ის გვერდს და როგორც ადამიანებს გიგდებს როგორც suggestions ესე ამოგვიდებს დავიცაბა კიდე რამე შეკითხვები ამ ერთსაც ვნახავ ის თუ ერთი კითხვა მაქვს Instagram-ს გარდა იმისა რომ Facebook-თან შეიძლება გავაკეთო სხვა ანუ რა რატო ეს Instagram-ი იყო ცალკე და Facebook-მა იყიდა და მიერთა ეხლა რატო იყიდა Facebook-მა ის Instagram-ი ამ შეიძლება ორი და იყიდა მილიარდ ნახევრად მილიარდ ნახევრად იყიდა და ეს არის ძალიან მიღებული ფორმა დღეს როცა რამე კომპანია თავს წერს და პოპულარული ხდება ხო ეგრევე ვიღაცა ყიდულობს და ყიდვის აქვს ორი მიზანი ან ის აუდიტორია შენ თავს მოუერთო ან იმისთვის რომ შენ ზრდაში არ გაგასწროს ხო აი Google-ის ერთ-ერთი დირექტორი ესეთი შმიტი რომელიც ამბობს რომ Google-ი შეიქმნა ავტოფარეხში პირობითად ამბობენ ამერიკაში ამას ანუ ეს ადგილია სადაც არ არის მულტინაციონალური კომპანიის შესაქმნელი ადგილი ხო ანუ და ჩვენ ვიცით რომ ჩვენი კონკურენტი ეხა სადღაც ავტოფარეხში იქნება ანუ ისე ამბობენ რომ მე შეიძლება კონკურენცია გამიწიოს არა Facebook-მა რომელიც შემსავი დიდია და აქვს მაგათ გარკვეული კონკურენცია ხო არამედ ვიღაცა სამმა ახალგაზრდამ რომელიც სადღაც ავტოფარეხში დაიწყო კომპიუტერები დაიდეს და რაღაცა იდეა მოვიდა Instagram-ის ყიდვა და ჩაკეტვა ან ფაქტობრივად ხო რა ქნეს იტავე რა არის მიიღეს Facebook-ს ანუ სალკე გამოვიდებელი აღარ არის რეკლამის განთავსება თუ გინდა ხო და დაკეტეს მობილურში ხო მიზანი ის არის ან აუდიტორიის თავისკენ გადმოზიდვა ან უბრალოდ არ გაიზარდოს ანუ ერთი რა არის ესე აი მაგალითად ხელნაკეთი როგორც კი ფოტო მომდე მაგალითად ხის საყურე რაღაცა ეგრევე მილაიქებებს და აი მე თუ შემიძლია ანალოგიურად ავირჩიო ანუ მსგავსი მაგალითად სამშენებლო დიზაინს აღკვეთა ვისაც ის აინტერესებს კი რა თქმა უნდა აი აქ ხო როგორ არის აქ ხა მე რომ არ მიხსნის აქ ავირჩიე ინტერესები და შემიძლია უთხრა რომ ეს რეკლამა რაც მე ავირჩიე ჩემი აუდიტორიით არა შენ ირჩევ აუდიტორია იღებ სურათს ირჩევ აუდიტორიას და ეუბნები რომ ეს ანახე Instagram-ის აუდიტორიას და Instagram-ზე გამოჩნდება შენი რეკლამა აუ ამაზე ნანახი გაქვს ხო რომ Instagram-ზე ჩნდება რეკლამა ხო ფოტო არ გადადის მაგრამ ანუ თუ გინდა რომ შენი სამშენებლო კომპანიის ფოტო ნახოს ბევრ ადამიანმა Instagram-ზე აი გადავიღე შენს ხო მაშინ აი ეს უნდა მოსაკეთო ერთთან ხაში Facebook-ზე შემოიტანო ეს ფოტო და მე აიჩე და უფრო Instagram-ზე აღშევ. წერან ის სომხეთის მაგარი რაღაცა ის თოქის იმაზე და აზერბაიჯანში და ირანში როგორ ხდება ინტერნეტის არის როგორ არის ჩვეულებრივად ხაზი არის სხვა ქვეყნების მეზობელი ქვეყნების ხო ანუ ის აზერბაიჯანი კი დაკავშირებული ბადესავით
უბრალოდ სომხეთს აქვს ისეთი ისა, რომ ყოველთვის 2 წლის წინ თუ ერთ წელს ეს მოხდა, მარტო საქართველოს შედიოდა. აზერბაიჯანიდან ეს შემოვა, ირანიდან რაღაც ხება მათი თავისუფლება. რაღაც შეკითხვა. ხომ, Instagram-ზე მაინტერესებდა. ანუ რეალურად Instagram-ზე რა რეკლამაც დაამატა Facebook-მა, ანუ ეს არ არის Instagram-ის რეკლამა, ეს არის Facebook-ის რეკლამა. ხო, Facebook-იდან გაგაქვს Instagram-ზე. ანუ საქართველოს მაგალითად რამდენად ანუ ჩემი Instagram-ი მუშაობს. ხო, მაგრამ ჩემი აზრით იმდენად ეფექტური არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ანუ Instagram-ზე დარეგისტრირებული აუდიტორია ისედაც Facebook-ის მომხმარებელი. კი, მაგრამ ყველა ვარიანტში შენ და შეიმუშავ შენი საზომი და ნახო. ანუ უნივერსალური რეკლამის გზა არ არსებობს. მაგრამ Instagram-ზე არ ვიღებ შედეგებს ამით. კი, მაგრამ შენ შედეგი ხო საბოლოო ჯამში ის კი არის რომ Instagram-ზე ნახო, მოვიდენ, ან მოგწერო. ან მაგრამ როგორც Facebook-ს ვაყალიბებ, როგორც საკომუნიკაციო ახალ საუბრობ მომხმარებელთან, ანუ Instagram-ზე რეკლამით ამას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ გურჩენ პოსტს, რეალურად პოსტს მილაიქებს ან მიკომენტარებს, მაგრამ follow-ს ვერ მიკეთებს, იმიტომ რომ follow-ს ვერ მიკეთებს, კი, მაგრამ შენი მიზანი არის რომ მაგრამ პლუსი აქ Instagram-ში რეკლამა ჯერჯერობით ცოტა და ამიტომ სულის ფონზე უფრო ჩანს. კი, მაგრამ მე თუ მინდა რომ Instagram-ი ავითვისო, ანუ Instagram-ის აუდიტორია, სულ უნდა ვიხადო ფული, როცა Facebook-ზე შემიძლია, ანუ აუდიტორია გავაკეთო, დაუშვათ 300,000 მომწონები, ლაიქები მყავდეს და მე უფრო ნაკლები ბიუჯეტით ვაკეთო. Instagram-ზე ეგ საშუალება არ არის. არა, ნუ რა ვიცი ხა, მაინც თავის პლუსი იმასაც აქვს, რა გააჩნია პროდუქტს რა, მოკლედ თუ სამშენებლო კომპანიას უნდა რომ იქაც გამოჩნდეს და Instagram-ის მომხმარებლებმა ნახონ და მე რაღაც მიაჭიროს გადმოვიდეს მინკით ამის გვერდზე. ანუ ჩემი აზრით, ანუ Instagram-ს თუ არ დაემატა ანუ რეკლამის კიდე რამდენიმე სახე ძალიან უსახურებელი. ფაქტია რომ კი, მაგაში გეთახმები რომ Facebook-ი ჩრდილავს Instagram-ს. Follow მაინც რო დაემატოს რეკლამაში უკვე ძალიან მაგარი. აი ზეღა თვითონ როგორც გადაწყვეტენ და ჯერჯერობით თავის თავზე რაღაცა კი თქვათ ესე რომ თქვათ რა თქვათ თუ დაახარჯავ სადღაც 70% რეკლამის Facebook-ზე 30 შეგირე Instagram-ზე. აი მაგალითად ეხლა ერთ-ერთ კომპანიას უკეთებ ანუ Instagram-ზე და რეალურად შედეგს ვერ ვიღებ რეკლამით. ანუ ამის მაგივრად რომ გავაკეთო ესეთ რაღაც ანუ Facebook-ის page-ზე რომ დავპოსტო რაღაც ლამაზი პოსტი და ლინკი დავდო გავყევით Instagram-ზე, ანუ უფრო მეტ followers დავაგროვებ და მომავალში შემიძლია ანუ ბიუჯეტის გარეშე ჩემი ფოტოებს რაღაც ჩართულობა გქონდეს. შეიძლება ეგეც არის გზა, მაგრამ შეიძლება რაღაცა ისეთი რაღაცა რომ გინდა იმინე გაინტერესებს და გაზომო გინდა რომ აი მარტო Instagram-ით სადამდე მივა. და თან კიდე ერთი მინუსი ის არის რომ Facebook-იდან რო არეკლამებ Instagram-ზე ფოტოს, ეს ფოტო ხო Instagram-ზე შეგიძლია გედოს. ანუ ის კომენტარები და ისინი Instagram-ზე არ ჩანს საერთოდ ლაიქები. Instagram-ს რეკლამის ნაკლები შესაძლებლობა აქვს, მაგრამ თუ გინდა და რაღაცა მიზანი გაქვს, შეგიძლია იქაც აკეთებ. ეს რეკლამასაც უნდა ნახოთ თვითონ კედელზე აგდებს. Instagram-ის? კი, რო სკროლავ, ჩანს და აწერი advert. ანუ აი ჩვეულებრივად რა თვალიერებ რაღაცები გიჩნდება, რომელსაც აწერია რომ რეკლამა. ანუ მანდ შეგიძლია გაიტანო. თუ იცი რომ შენ ჩვეულებრივ პოსტს, შენ ჩვეულებრივ ფოტოს Instagram-ზე ნახა საშუალოდ უყურებს 100 ადამიანი აქვს. ხო რაღაცა. ალაიქებს 5 ადამიანი, ხო? შეგიძლია ეს გაუშვა და ნახო რამდენმა ადამიანმა ნახა. აქ სტატისტიკაში. თუ უფრო მეც გინდა რომ სოციალური მედიის კურსს როდის იწყებთ? სოციალური მედიის კურსი როგორ არის? ეხლა რაღაცა ზაფხული ვარი არ მოგროვდა ხალხი არც ვიცი კარგი ხო? აი შეგიძლიათ ისე მოგწეროთ იმაზე რა Facebook-ზე ჩვენზე და გიპასუხებს ჩვენი ადმინი. აი ჩვენ Facebook-ის გვერდზე ხო მაგ რო შეხვიდე წერია very responsive რა, ანუ ყველა ასე ვთქვათ შეუსწავლეს და მეგონა 15 წუთია თუ რაღაც 20 წუთია ამიტომ თუ რამე დავადებით კიდე შეკითხვა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ჯოლაბის Facebook გვერდზე მოგწეროთ და აი არ ვიცი რაღაც ცოტა იყო ხალხი და არ ვიცი უნასახის და ხო შედგა თუ არა, შეიძლება შედგა კიდეც რაღაც ხეჭქებს. რა დავნა ესე იგი ღირს 650 ლარი არის 14 შეხვედრა. კვირაში რამდენი? ეხლა რაღაც ზაფხულია და თავისუფალი ხალხი ალბათ იქნება კვირაში 3 ჯერ. და ანუ დეტალურად რა თემებს მოიცავს აუდიოწერება? სილაბუსი გვიდევს გვერდზე, მაგრამ შეგიძლიათ ასევე მოიწეროთ Facebook-ზე და გამოგიგზავნით ლინკს რომ
ანუ ეს არის BBC ჟურნალისტი, რომელსაც გააკეთა ესეთი ექსპერიმენტი Facebook-ზე. გააკეთა ლაიქების გვერდი საფუნთუშესი, რომელიც მდებარეობს ლონდონში. და არასწორდა საფუნთუშები და იყიდა რეკლამა Facebook-ზე. და ლაიქები მოემატა, ანუ იყიდა რეკლამა ლაიქების მომატების მიზნით. Facebook-ს უხდი ფულს, იმდენჯერ არ აჩვენებს შენ ლაიქების გვერდს, სანამ რაღაც რაოდენობა ლაიქები არ მოგიწევს, ხო? და მე დაიწყო ანალიზი დამლაიქებლების და ნახა რომ ვიღაცა ერთ დამლაიქებელი არის ახმედ რონალდო, რომელსაც უწერია ცხოვრობს ეგვიპტეში და თამაშობს რომელიღაცა ცნობილ Facebook-ის კლუბში რა. თქვა რომ Facebook-ში ლაიქები არის არარელევანტური რა. მე ვყიდულობ ამ ლაიქებს, მაგრამ ეხლა განგებ ყალბი აკაუნტია და ის ჩემს საფუძვლში არ მოვაშა საცხოვროს ვინ არის, ხო? და ანუ ეს სტატია დაწერა BBC-ზე რომ არის თერიაბავი და Facebook-მა თქვა რომ ჩვენ არ გვეხება, ჩვენ აუდიტორიას ვაგროვებთ რაღაცა, მაგრამ რა მოკლე ხნის მერე გადაწყვიტეს რომ მოდი ვერ ბრძოლოთ ამ ყალბ აკაუნტებს და დაიწყო Facebook deleting fake likes independent data suggests. ანუ დაიწყო იმ აკაუნტების დაბლოკვა, რომელსაც განკი არასწორი არარეალური სახელი ქვია, ან მონაცემები სავარაუდოდ არ შესაბამება სიმართლეს. საქართველოსაც გადაუარა მაგ ტალღა და რაღაცებს გიკითხებოდა, რომ დარწმუნებულიყო, რომ მართლა ეს ადამიანი და ID ბარათის მოთხოვა სურათი გამოგიგზავნეო და გაუგზავნე. კი, ანუ სხვათვის ბევრი მაყალბებს გაუგზავნა, მაინც ამოიცნეს. არა, იცოდა არის ჩვენ როგორც ქვეყანა, ხო, ანუ ასე ვთქვათ, რეკლამის target ჯგუფში ისეთი აქტიურები არ ვზივართ რა, ანუ ინტერესი ჩვენზე ნაკლებია. აი, სადაც დიდი ბიზნესი აქვს მართლა Facebook, ხო, განვითარებული ქვეყნებში, განვითარებული ბიზნესია, სადაც შეიძლება თვეში ხარდაუდეს კომპანია 10,000-ობით დოლარს Facebook რეკლამაში, ხო, რომ მასშტაბები დიდია და ისე. იქ უფრო ის, ამიტომ ეხლა შეხვდებით, რა თქმა უნდა, ქართული შრიფტით აკრეფილ სახელებს, რომელიც არ რეალურია რა. ხო, იმიტომ რომ ამის ამოცნობა იმას უფრო უჭირს. ხო, ესეთი რაღაც. მას ყოველთვის ცდილობენ ებრძოდნენ, აი ეს იყო ისი მიზეზი რეალური რატომაც ეს გაკეთეს. იმიტომ რომ ლაიქები, თქვათ რა ამ თემასაც ორი ხუთი აღები, ლაიქების ყიდვა. როგორ შეიძლება გვერდისთვის იყიდო ლაიქები? ნუ ახლა ყველა მიხვდა რომ ლაიქების რამდენიც აზრი არ აქვს. თუ ის ადამიანი არა მარტო ლაიქი არ შემოდის და თუ ის ადამიანი არ არის შენი კლიენტი, ნუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა დაგალაიქა თუ არ დაგალაიქა, ხო მთელი მიზანი ის არის რომ ზუსტად მისცე შენ აუდიტორიას. ლაიქების ყიდვა ერთი შეიძლება Facebook-ზე, პირდაპირ Facebook-ს უხდი ფულს და ინდივიდუალურ რამდენ ლაიქს არ მოგროვებ, მაგრამ ამ დროსაც შენ ირჩევ შენ სამიზნე აუდიტორიას, ეუბნები რომ რაღაცა ეს თქვა რაღაც iPhone-ის მფლობელი მაინტერესებს, ხოლმე რაღაც iPhone-ის აპლიკაცია მაქვს, ან ვთვლი რომ ეს სეგმენტია, რომელიც ჩემ კაფეში მოვა, თქვა iPhone-ის მფლობელი. და მარტო iPhone-ის მფლობელებს აჩვენებს შენ რეკლამას. ხო? შენ ლაიქების გვერდს და მარტო იმათ დაალაიქებს. მეორე არის არჩევნების დროს იყო და ალბათ შეიძლება კიდე იქნება, ორი ბავშვი დაждდებოდა ერთი ღამის განმავლობაში, ერთი დაარეგისტრებდა email-ს, მეორე Facebook-ის გვერდს, email-ს, Facebook-ის იმას ხო, პროფილს და თქვა და ერთ ღამეში 1000 Facebook-ის პროფილს დაარეგისტრებდნენ, მიდიოდნენ და ეუბნებიან, რომ გინდა 1000 ლაიქი მოგხიდო, რაღაცა მომეცი რა არის 50 ლარი და 1000 ლაიქს მოგხიდო და ის იხდიდა ფულს, ესე ჯდებოდნენ და მე ალაიქებდნენ და ის ხედავდა რომ უცებ 1000 გრამიც აკეთებდა. ერთი ეს არის და მეორე მესამე გზა არის კიდე Facebook იმდენად დიდია რომ შენ შეგიძლია დაწერო ან დაუკვეთო რომ დაწერო პროგრამა Facebook-ისთვის. ანუ ხო გინახიათ ხო ის რაღაცას რომ გიგდებს რომ გინდა დააყენო Facebook-ზე. ხო? როცა ეგეთ რამეს აყენებ, ხო, ან თამაშების დროსაც გიგდებს ამას. შენ ამ კონკრეტულ პროგრამას გარკვეულ უფლებას აძლევ. შენ შეიძლება მიცე უფლება რომ შენს მაგივრად დაალაიქოს. ანუ რაღაც გეუბნება რომ ჩემ თამაში თუ გინდა ითამაშო, მაშინ მომეცი უფლება რომ შენ დაგალაიქებინო ჩემი თამაში. მაგრამ ეგეთ დროს შეიძლება ეს უფლება მოიპოვო და რაღაც თამაში გააკეთე 20,000 ადამიანისგან გაქვს დალაიქების უფლება და მე ვიღაცას მიყიდო რა, უთხრა რომ ეხლა მე 20,000 ლაიქს მოკრიდი და იმ ადამიანებს მაგივრად დალაიქო.
აი წინა არჩევნებზე იყო რაღაცა გამორა ეს პოლიტიკოსი არ დამი ლაიქებია და საიდან გამოვიდა რომ დავიქებ შეიძლება რაღაც პროგრამოთ უნდა ეგეთი დაყენებული ამიტომ რომ ნახოთ ეგეთი რამე ხო არა გაქვთ უნდა შეხვიდეთ Facebook-ში რა settings და setting-ებში უნდა გადახვიდეთ apps. ეს არის ის აპლიკაციები, რომელიც მე მიყენია და თითოეულ აპლიკაცია რო გავხსნა, აქ ნახავ რა უფლებები აქვს. ეხლა მე ვიცი ეს რა აპლიკაციაა და ვიცი რა უფლებებიც აქვს და თუ არ იცით, აი აქ რა არის, ყველაფერი წაშლა. სანდრო რა მინდა გითხრები? რა გითხრები? Invitation-ი ივეცე. ლოვაქს სად თავს რო არ აწყაბა და ლოვაქს რო ხალხს გავგზავნა ანუ ყველა შეგვიძლია ისა ფული გადაუხადო Facebook-ს და იმას აქ ერთი ეგ არის და მეორე ის ადამიანები ჯგუფად შეკრა იმენი აბრე კონდა და მე ჯგუფს ნიშნა და ჯგუფს მისდის ერთი ეგ არის მეორე ფული გადაუხადო Facebook-ს და თქვა რომ ჩემი ევენთი ანახე ბევრს თვითონაც გიგდებს იქ საჯესთან ხო მას ჯგუფი უნდა დააჯგუფოს ერთი შეიძლება კონცერტში მოეშია ხო იმიტომ რომ მაგას ასწავლებს ანუ თუ ჩვეულებრივი ადამიანები რეიქცევი როგორც ისე გეუბნება მაშინ ფული გადამიხადე და ლიmitს მომხსნა აი ლაიქების გვერდზე მომხმარებლის დაბლოკვა შეიძლება. კი, როგორ არის? ან თუ დაკომენტარებულია რა. როგორ არა, ჩაწერს სახელმწიფო, უფრო მეტი. არ ბლოკავს. უფრო მეტი შეგიძლია ქვეყანა დაბლოკო და იმ ქვეყნიდან გაშევეთ. შეგიძლია სიტყვები დაბლოკო, აი. ანუ ეგ კი, მაგრამ აი არა, აგერა. ან ადამიანს ვერ ბლოკავ რა თუ დაკომენტარებულია რა, რაღაცა მოქმედება არა. ანუ ეს პირადზე არა, ანუ ლაიქების გვერდზე. კი, კი, აი ხო შეგიძლია პირადი გვერდი არა. ლაიქების გვერდიდან ვერ დაბლოკავ პირად ადამიანს. კი, ბლოკავს. ბლოკავს. აი ნახე, თუ ვერ დაბლოკავ თუ რაღაც ის არის. აი არის page moderation, account restriction, target limit აი აქ არის რაღაცა ხო? აი target limit აი აქ აქვს რაღაც. ხო, მეცადინე რასაც ხალხს. ანუ ხო იცი რომ დავუშვათ მინდა რომ მაგათ ნახო ჩემი რაღაც გვერდი დავუშვათ აი რაღაც აფსტიფებს კიდით ერთნაირს ხო და არ მინდა რომ ნახო ჩემი გვერდი და წინასწარ ჩავწერო დავუშვათ თეონა მარნახო ჩემი მისი სახელი ჩემო ან ხო ეხლა ის Facebook-ის ის არის რომ დიდ დროს რო ატარებდა რაღაც რეკლამებს ვიგდებს და რაღაც ახლა მასე თუ ნახრი რა გავიქირავა რაღაც გუფიდან გვერდი კი შემოსვლი ჩემო კი მაგრამ მაგას აზრი არ აქვს რატო იცი ნახეთ მაგალითად აი აქ იმაში ერჯერა და ჩემო ხშირად არა ინსაიტში ხო მე შემილია დავიმატო სხვა გვერდები რომ ხო ეგ რასაკეთებს ვიდარებს როგორც აი კერძო ტიპს ვერ ბლოკავ სანდრო ეს კომენტარა ანალიზერა თუ მოწერა თუ დაგილაიქა დაგი კომენტარა ბლოკავ თუ ისე მინდა რომ და შენი სახელი გვარი ჩემი ლაიქები და შენი ხო ისე ვერ დაბლოკავ არ ბლოკავ ვიშ არ და მათ ფოტოსაც ანუ ეხლა ზოგადად შემოვა მუგამი და Facebook-ში 20 საათი გაიგე თუ ეგ გვერდება ხო უფრო აკვირდები და ეხლა თალკი შემოვიდა გამოძიება დაგიწყო ესე შემოვა სხვისი Facebook ან თუ კიდევ სულ აი ის პროფილზე არ ამოვიდა შენი რეკლამა ხო იმდენ წინასწარ ჩაწერო რა ხშირად არ ამოვიდა და ხო ურთულებს საქმეს რომ გეძებოს რა მაშინ ანუ რაღაც სიტუაციებში კარგია კონკურენტმა კიდე გნახოს რა. პირიქით, გული მოძრაობს. ხო რა. ანუ არის რაღაც სიტუაციებში. აი აგერ არის ბანერი, კი, მაგრამ ამოვაგებს ვისაც რაღაც გაკეთებულია რა, როგორც ვარი ჩაწერო და ამოვაგებს არის. აი ტაქსიტები და დაგვიბლოკე, იმიტომ რომ რაღაც. ხო ეს დაბლოკეთ, იმიტომ რომ იქედან დაბლოკეთ, აი დაკომენტარებიდან. ლოკაციებს წერდა ალბათ კომენტარებში. არის მახსოვს რომ People know the Auditor.
აქ მახსოვს რომ იყო. ადრე აკეთებდა ეგ და ეხლა აღარ. აი სულცოტა წირება ჯერ ჯგუფები გავრცელებული ეხაც არის რომ გამაწებული. ეხაც ხო ყოფილი ბევრი წერს Facebook-ს მიწერეს რომ რა დაგონებით თავიდან რაღაც და არ ბლოკავენ. რა მიზნით ხდებოდა ეს რაღაცები? ის არის გვერდი რომელსაც სახელს გადავუკეთებთ. აუდიტორიის მოგროვებით რა, ანუ 10000 თუ მოგროვე, რაღაც პოსტს იქ რომ დაუბეჭდა, სავარაუდოდ იმ 10000 ადამიანი და რაღაც ნაწილს გამოუჩნდა. ხო, მაგრამ მე თუ ვარ პროფის და მეც ხო შემიძლია დავწერო. კი. კიდე ისეთ ლინკებს ანუ დაბლ ლაიქით კლიკით ხო, რაღაცა ყენდება შენ, ეს შენ რაღაცა ყენდება, ანუ თვითონ რაღაც ცენტრებს აგროვებენ. არა, ფულს ვერ მოაგროვებს. ანუ ის არის. არა, იქიდან გადადოს საიტზე და საიტზე ხო, ეგეთი რაღაცა არის, რომ საიტზე თუ გადმოყავს ხალხი, ანუ როგორი რაღაც არის, იმიდან Google-ისგან შეგვიძლია იყიდოს სიტყვები და მაშინ რაღაცა სიტყვას რო ჩაწესპილოს შენ სასამოაგდებს და ასევე Google შეგვიძლია მიაქირაო ადგილი შენ ვებგვერდზე. ანუ შენ ვებგვერდზე თუ ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, რაღაცა კოდს ვაუ, ჩნდება ესეთი ფანჯარა და იქ თვითონ Google გიდებს ხოლმე რეკლამას. და თუ ბევრმა ადამიანი შემოდის, ან ბევრმა ადამიანმა ნახა Google-ის ჩადებული რეკლამა, რაღაც ნაწილ ფულს შენ გაწევს. აი წერა რომ ნახეთ ის ვებგვერდი, რომელზეც Facebook-ის იმებს იმასაც ხონდა რეკლამა. რეგულ შემთხვევაში თუ ნახვადია შეიძლება. ხო, თუ ნახვადია. და შეიძლება ნახვადობა გაზარდო Facebook-იდან, ანუ რაღაცა დადო Facebook-ზე, იქიდან წამოვიდეს ბევრი ხალხი და ავტომატურად ნახვადობა. აი ეს არის, აი it's by Google. ესენი არის Google-ის ამაში ფულს იღებს რა, აი ესე რო გამოჩნდა. და აწერია კიდეც რომ ეს არის Google-ის რეკლამა რა. მე ვსაუბრობ თავის ბევრი მომხმარებელი ყავს ამას და ფულს ამაში იღებს. აი რა ვიცი, კიდე გვაქვს ბევრი საინტერესო ღია ლექციები და ეს თუმრეთ ხოლმე. დიდი მადლობა.